მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. ალბათ ხედავთ ჩვენი გადაცემის თემა რაც არის. ალბათ გახსოვთ ესეთი ლოზუნგი იყო, იქითა ფლანგიდანაც და აქითა ფლანგიდანაც. სად მივდივართ? ევროპაში. და მე ხარ სვამ კითხვას, კიდე მივდივართ ევროპაში ჩვენ? იმ ევროპაში, რომელიც საქართველოსში სახელმწიფო გადატრიალებას აფინანსებდა და დღესაც აფინანსებს, იმ ევროპაში, რომელიც მას მწვანე შუქი აუნთო სირიაში ადამიანების მასობრივ ხოცვა ჟლეტვას, იმ ევროპაში, რომელმაც ერთი აღშფოთება, შეშფოთების წერილიც არ გამოაქვეყნა სირიის დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ. პირიქით, ეხლა მიწვეული არის ევროპაში რაღაც გარკვეულ საერთაშორისო მაღალი დონის შეხვედრაზე, აი ეს ჯალათი, რომელიც ყავს დღეს სირიას. და აი ამ დასავლეთისკენ მივდივართ და ჩვენ გადარჩენილები ვართ. საქართველოში იქნებოდა ანალოგიური ფიზიკურად გასწორება იმ ადამიანების, ეხლა მე არ ვიცახი რომ ასე ავტომატით შეიძლება არ გაგვისწორდებოდნენ, მაგრამ აქ რო შეცვლილიყო ხელისუფლება სააკაშვილი მონაგონი იქნებოდა. და ევროპა იტყოდა, რომ აი აქ რო ტვინგაყინული ვიღაცები რო ლაპარაკობენ, ევროპა იტყოდა, რომ ესო რაღაც წინააღმდეგობას უწევენ ეგ ხალხიო და იმიტომ მოხდა მათი ლიკვიდაციაო. აი ეს არის ევროპის სახე. ევროპის, რომელსაც არასდროს საქართველოსთვის დადებითი არაფერი არ მოუტანია. 1921 წელს მიგვატოვეს 1992 წელს სისხლში რო იხჩებოდა საქართველო პირიქით მწვანე შუქი აუნთეს სახელმწიფო გადატრიალებას 2008 წელს როდესაც დაგვაწყებინეს ომი ამ იდიოტ სააკაშვილს დააწყებინეს ომი და მერე პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნეს და ეხლა როდესაც ეს უკრაინის ომი დაიწყო ყველაფერს აკეთებდნენ რომ ჩვენ ჩართულიყავით ამ ომში. აი ეს არის დასავლეთის სახე. და მე მაინტერესებს აი მაშინაც მაღიზიანებდა ის წინასაარჩევნო შეხვედრებს რო იმართებოდა და ჩვენი გზა ევროპაშია, ევროპისკენ მივდივართ. ეს ოცნებას ეხება პირველ რიგში. კიდე იძახით ევროპისკენ მივდივართ? არა, ღირსებით ევროპისკენ. ღირსებით ევროპაში შევიდა ერთადერთი კაცი, იოსებ სტალინი. ერთადერთი კაცი და ის ქართველები შევიდნენ ევროპაში ღირსებით, რომლებიც შეყვნენ მერე იმ წითელ არმიას და იბრძოდნენ იქ. შეყვნენ კი არა, თვითონ მოიპოვეს კაცო, შეყვნენ ევროპელები, თორე ჩვენ შევედით იქ. აი ერთადერთხელ ღირსებით შევედით იქ, თორე დღეს გვეუნებიან თუ გინდათ ევროპაში შემოსვლა, აჟურნი კალგოტკები ჩაიცვას კაცებმა და ისინი რა ქვია, ქალები იყვნენ გაუკუღმართებული, კაცები პიდარასტები და აი ესეთი ხალხი ჩემოდი თქვენ ევროპაშიო. ვიღაცა იტყვის, ხო, აი ევროპაში, აბა რატო დადიხართ ევროპაში საშოპინგოთ? იცით რა, სოდომ გომორში ძალიან კარგი ცხოვრების დონე იყო, მაგრამ არავინ არ ამბობს იმას, რომ სოდომ გომორი უნდა დავამკვიდროთ საქართველოს. ევროპას აქვს, რა თქმა უნდა, კარგი სერვისები, ცხოვრების რაღაც გარკვეული სეგმენტი არის საკმაოდ მიმზიდველი, ჯანდაცვის სისტემა, ასევე ინფრასტრუქტურა, ასევე ბევრი სასიკეთო რამ არის, მაგრამ იცით რა არის, ესე არ ხდება, თუ გინდა რომ შენ ეს სიკეთე გაიზიარო, მაშინ ისეთივე უნდა გახდე, როგორებიც თვითონ არიან. და სასაცილოა დღეს რომ ლაპარაკობენ რომ აი ევროპა გაუწევს რუსეთს წინააღმდეგობას. დღეს ევროპა არის დაუძლურებული და აი იპოტენტის მდგომარეობაში. ვინ უნდა გაუწიოს ევროპას თავზე მოაჯდა რა მასაც ხედავ და გაშავებულია ევროპა. ევროპა თვითონ თავის თავს ვერ დაიცავს ხვალდაზე და ვინ უნდა დაეხმაროს, ვის უნდა დაეხმაროს. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი და მივესალმები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ნარკოტიკულ დანაშაულებებთან ბრძოლასთან დაკავშირებით და გამოცხადდა რომ აი ეს გამკაცრება მოხდება ნარკოტიკულ საშუალებებთან ბრძოლაში და ის ლიბერალიზაცია რომელიც მოხდა
აი ამ მიმართულებით ეს ყველაფერი დასრულდება. თავიდანვე ვიძახდით, რომ სისულელე იყო, თავიდანვე დიდი ხანია ვიძახდით, რომ შესაძლებელია ნარკოდანაშაულებებთან ბრძოლა და ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და როგორც იქნა შეისმინეს. და იმედია, რომ შემდგომშიაც კიდე გადაიდგება ნაბიჯები ნარკოდანაშაულებებთან დაკავშირებით კი არა, უნდა შეიცვალოს ეს შექმნილი საბჭოები რო არის, გენდერული საბჭოები და სტამბულის კონვენცია დავტოვოთ და ასევე შევცვალოთ დამოკიდებულება ბევრი სხვა რამის მიმართ. და ბოლო-ბოლო ასევე რაც თავარია, რადგან ჩვენი გადაცემების 95% არის დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც კარგა ხანია ჩვენს გადაცემაში არ ყოფილა და მე მინდა რომ მას მიუსამძიმრო ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილია, მოგესალმებით ქალბატონო მაია პირველ რიგში და მინდა რომ მე პირადად მოგისამძიმრეთ და მინდა რომ ტელეეთერით მოგისამძიმროთ, გარდაიცვალა ქალბატონი მაიას დედა რამდენიმე დღის წინ, ძალიან შესანიშნავი ქალბატონი ნუნუ ნაცვლიშვილი, დამსახურებული არქიტექტორი და ძალიან კარგი პიროვნება, პატრიოტი, სამშობლოს მოყვარული და ქალბატონი მაია ამიტომაც იყო რომ ბოლო პერიოდში ჩვენი გადაცემის სტუმარი არ იყო აი ამ ძიმე დანაკლისის გამო გითანაგზნობთ და უსამძიმრებთ ქალბატონო მაია პირველ რიგში ამით მინდა დავიწყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა და მოდი აი რაზეც ჩვენ დავიწყეთ საუბარი აი დასავლეთის აი ამ სახეზე რომელიც ხედავთ რომ ესე იგი ხმას არიღებს სირიაში უმოწყალოდ დახოცილი ადამიანების გამო და ჩვენ გვეუბნება რომ თქვენთანო რაღაცა დემოკრატიის პრობლემები გაქვთ. მადლობთ ბატონო ნიკოლოზ სამძიმრისთვის, თანაგრძნობისთვის, თქვენ პირადად გამოხატებთ და მადლობელი ვარ ამის. ეს პირველი გადაცემა თქვენი, რომელშიც მონაწილეობდა დედა არ უყურებს და ძალიან უყვარდა და ეს ადამიანური ასეთი ტკივილია. გადავიდეთ იმაზე, რასაც თქვენ საუბრობდით ევროპასთან დაკავშირებით, მე მინდა კიდევ დავამატო 99 წელი, 1999 წელი ბელგრადის დაბომბვა, რომელიც ევროპამ დაუშვა, შუაგულ ევროპაში მოხდა ბელგრადის დაბომბვა და ყველაზე მთავარი ის რაც ხდება დღეს უკრაინაში და ის რაც ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებები მიდის ვითომ და ნახევარსაათში იქნება როგორც ვიცი პირველი შედეგები, ოღონდ ბრიტანეთი ამ შემთხვევაში ალბათ ამ ყველაფერს გააკეთებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მივიდესო ბოლომდე, ასეთი არის საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრება. იცით რა, ევროპაში მართლაც ის სოციალური ხიბლი, რაც ევროპას ჰქონდა, ნამდვილად საგრძნობი იყო, მაგრამ როცა ამაზე ვსაუბრობთ, მაშინ უნდა გავმიჯნოთ ევროპაში ჩვენ მოგწონდა ის ფილოსოფიური აზრი, ის ჰუმანისტური იდეები, რომელიც თავის დროზე იყო, შემდეგ რომელმაც გარკვეული ევოლუცია განიცადა და ძალიან საინტერესო იყო. მოაზროვნეები ევროპელი, თუნდაც იგივე ფსიქოლოგები, თუნდაც მეცნიერები, გერმანული სკოლა, მეცნიერული, ეს მართლა ძალიან მომხიბლავი იყო. მაგრამ ამის პარალელურად ევროპაში მაშინ ეს სოციალური თანასწორობა, რა თქმა უნდა, არ იყო და ეს მიღწეული იქნა 60-იან წლებში, ვიცით რომ ადამიანების ზოოპარკი იყო. და 60-იანი წლებში ეს რეალობა იყო, იცით და ამის მერე იგივე ქალთა უფლებები, ეს ყველაფერი ცოტა შემდეგი პერიოდის მონაპოვარია და ის სოციალური სიკეთეები, ჯანდაცვის სიკეთეები, ეს უკვე სულ სხვა პროცესებმა მოიტანა ევროპაში. ჩვენ აი ის ძველი მოგწონს თუ ის მოგწონს, რაც უკვე ევროპას ხვალდაზე აღარ ექნება. ახლა მე ვნახე ერთ საინტერესო გერმანული კლიპი, რომელშიც საბავშვო ბაღის ბავშვებს ეუბნებიან, რომ მესიჯი მიიღეთ თუ არაო და მათ უხსნიან, რომ ისინი გადაიხდიან იმ ვალებს, რაც დღეს უკრაინის დასახმარებლად გერმანიის მთავრობამ უნდა გაიღოს. და ბოლოს უტოვებენ კასკებს, ანუ მაგარი ქუდებიო და კასკები დაუტოვეს ამ ბავშვებს. ვალები თუ რატო უტოვებენ ამ ვალს და ის 3 ევრო ნახევარი მე მგონი რასაც ბავშვებს ფულს აძლევენ ხელზე, ასე ვთქვათ. აი ამას მოგიხსნითო პენსიონერებს ვერ დავაკლებთო, იმას ვერ დავაკლებთ, იმასო და ეს ვალიო თქვენო გაგებით უნდა შევხვდეთ და ეს ვალი გადაიხადოთო. ნუ კლიპია ნახევრად ირონიული, მაგრამ ეს ყველაფერი რო ესე არის, ეს რეალობა არის. თუნდაც ის რომ ახლა მას წინა თუ ნახულობდი რამშტაინი ქალაქი, რომელშიც არის ამერიკული ბაზა და რომელშიც 50,000 სამხედრო
არის ოჯახებით თავისი პლუს ოჯახის წევრები და ეს რომ დაიცლება ქალაქი პრაქტიკულად დაიცლება და დღეს უკვე მიდის იმაზე წუწუნი რომ როგორ უნდა იარსებოს ამ ქალაქმა და რა შემოსავალი ექნება მას ძალიან ბევრი რამ შეიცვლება იმ ევროპაში და ჩვენ თუ ამას ვერ ხედავდით დღეს უკვე როგორც იტყვიან ბრმაც დაინახავს თუ რა პერსპექტივა აქვს ხვალ ევროპას ძალიან ცუდია რომ ადამიანებს ეს ხისტი მიდგომა ისევ გაჭედილი აქვთ იცით და ისინი ისევ იმას მიყვებიან და ვთქვათ არ ესმით ვუჩიჩის გამოსვლა რომელიც ღიად ამბობს რომ 15 მარტს აპირებენ სერბეთში გადატრიალებას ფერად რევოლუცია ზუსტად ისეც როგორიც საქართველოში იყო ის პროცესები რაც საქართველოში იყო ზუსტად ის მიმდინარეობს და შეიძლება ფიზიკური ლიკვიდაციაც კიო. აი ეს მიდის ხმამაღლა, როგორც ჩვენთან მიდიოდა ხმამაღალი გამოცხადება რომ ეს შეიძლება ესე მოხდეს. ზუსტად იგივეს აკეთებს ვუჩიჩი, ზუსტად იგივეს აცხადებს, იგივე პროცესებია და ამბობს რომ წელიწადის 12 თვიდანო 7 თვე მიტინგებს აწყობენო. აი როგორც ახლა ჩვენთან დარბიან უკვე კიდე კაი მათ თავისი იარლიყი მიეწებათ. 100 დღეო კი ამაყობენ, მაგრამ 100 დღე კი არა, 100 დღე უბრალოდ არ ვიცი, მე ესეთი აი გასაზიზღრებული თუ შეიძლება თუნდაც თავისი ქცევით ჩანდეს ის რაც ხდება დღეს. უმეტესობა ვერც ამჩნევს, მე მაგალითად უკვე მომბეს და ყურება და უბრალოდ უმეტესობა აიგნორებს ამ ყველაფერს, ეს თვითონ დარბიან და ალბათ იმ სქემითვე, როგორც 12 თვიდან 7 თვე სერბეთში აი ესე ქუჩაში დაწანწალებდნენ, ხო? და დღეს ეს ცხადდება. აი ევროპის და ამაში არავინ არ ერევა. გეთანხმებით სირიაზე ხმას არ იღებს არავინ. ალავიტების და ქრისტიანების დახოცვაზე, თან აი ცხოველურ, არაადამიანურ ქცევაზე ამას არავინ არ იღებს ხმას და პირიქით მას შეხვდებიან. ანალენა ბერბოკი დღეს გაჩუმებულია, იმიტომ რომ მათ ამ ევრობიუროკრატიას რეალურად მათ არანაირი სადავები არ აქვს. ეს იყო ჩვეულებრივ შექმნილი სტრუქტურა, რომელსაც მართავდნენ და რომელიც ჩაეფლო თავიდან ბოლომდე ტყუილში, კორუფციაში და LGBT თემა აღიარა თავის რელიგიად ფაქტობრივად. არა, ზოგიერთები ქალბატონო მაია ხა რუსეთს რომ მოუწოდებენ, რომ მე ნახე პუბლიკაციები, აი რუსეთმა რამდენი რამ ეკნას, კაცო, აგერ ებძვის დასავლეთს, ებძვის ნატოს, ებძვის თელ ფაქტობრივად აი ამ მახინას და რამდენ ფლანგზე იბრძოლოს ამ რუსეთმა ვერ გავიგე და აი ყველაზე უფრო რამ გამაოცა, იცი? აი ეს ტრამპი რო მთავრობის ხდომას რო ლოცვით იწყებს, ის ნახშირი რო წაისვა იმან, რა ქვია, ვიცე-პრეზიდენტმა შენ თუ ქრისტიანი ხარ, შედალოცვილო და აგერ ხედავ რომ ქრისტიანებს ხოცავდნენ. ეხლა დავით აღმაშენებლის ეპოქა რო იყოს და დავითს რო შეეხედა, ძლიერ დავითს, რომელსაც ძლიერი საქართველო ყავდა. დავითი მიიღებდა ზომებს, ქართველები ყოველთვის ვიყავით, როცა ჩვენ ძალა გაგვაჩნდა, როცა ჩვენ გქონდა იმის საშუალება, ჯვაროსნულ ომებშიც ვიყავით ჩართული და ჩვენ სიტყვას ვიძახდი. შენ თუ ქრისტიანი ხარ, ბიჭო, ერთი სიტყვა მაინც არ უნდა თქვა, რომ კაი, თქვათ არ მონაწილეობ, რომ ჩვენ ვეწინა ამდეგებით ამას და შეჩერდეს ეს სისხლისღვრა. სად არის ეს არის შენი ქრისტიანობა? აი ეს არის ორმაგი სახე. ეს არის ფარისევლობა. შენ თუ თავრობის ხდომას ლოცვით იწყებ და შენ ხედავ რომ ქრისტიანებს ხოცავენ აი ამ უმოწყალოდ, ხო? როგორ შეიძლება ამაზე ხმა აღიმაღლო და არ თქვა ან გაერო არ მოიწვიო, ან რაღაცა პროტესტი კი არა, ჯერ ჩაერია ამ საქმეში რა. რა უბედურება ეს აი არ ვიცი აი ამით ნათლად ჩანს ის ორმაგი სახე არა მარტო დასავლეთის ამერიკის შეერთებული შტატებისაც ნიკოლოზ იცით მოდით ვთქვათ ერთი რამ იცით ერთი რაც ისინი თვლიან რომ ხმამაღლა საუბრობენ და მეორეა რეალურად ვის რა შეუძლია ეხლა აი მაგ სასაკლაოში შესვლა როდესაც პრინციპში თურქეთი მან ყველაზე მთავარი ფიგურანტი არის ასე ვთქვათ და რუსეთისთვის ეს იქნებოდა ხაფანგი მე უსმინე ბევრ პოლიტოლოგს რომლებიც არჩევდნენ სირიის თემას და თქვენ რომ კარგია რომ ჩვენი ხაფანგში არ დავრჩითო და დღესაც მათი ლიდერი ცდილობს რუსეთთან საუბარს და არის ეს კონტაქტები ცდილობა კონტაქტების მაგრამ იცით რა არის შეიძლება ზესახელმწიფო წარმოაჩენდეს თავს მაგრამ მასაც არ უნდა შესვლა ორმაგი სტანდარტი კი არა თავისი შესაძლებლობები იცის და ხედავს რომ ახალ ავღანეთში შესვლა სირია იქნება ახალი ავღანეთი. არა პროტესტი გასაგებია ხალბატონო მაია მაგრამ გავიგე შეიძლება ამერიკასაც არ უნდა შესვლა მაგრამ პროტესტი მაინც ხო უნდა გამოთქვა რა.
ბუნებრივია გეთანხმებით აბსოლუტურად და თან ეს კოცონი დაანთეს ევროპელებმა. მათ შეუწყეს ხელი და მათ აღიარეს ლეგიტიმაცია, როდესაც საქართველოში არჩეული ყველაფერი უცებ აი აქ პრობლემა გაუხდათ, რომ თურმე არჩევნები ისე არ მოეწონათ და ლეგიტიმაცია მიცეს აბსოლუტურად აი ადამიანს, რომელსაც პირველად ჩააცვეს კოსტუმი, ხო? როგორც დღეს კოსტუმებში დაჯდნენ მოლაპარაკებებზე ზელენსკის თანაგუნდელები. პირველად ჩაიცვეს მე მგონი კოსტუმი აი ამდენი წლების მანძილზე. აი ესეთ ადამიანთან ეს ევროპამ დაანთო ეს ცეცხლი. და ალბათ ევროპა მოიმკის, მაგრამ ნუ არა, ეს ზოგადად ქრისტიანი ხარ თუ ვინა ხარ, ადამიანების ესეთი ხოცვა, მაგრამ ღაზაში ხო ვნახეთ. არა, ბერე რა არის იქ თუ თვათ ამერიკას არ უნდა შესვლა თავისი ჯარით, ხო? ბოლო-ბოლო ხო აქვს უფლება, რომ იქ მაგალითად გაეროს ხდომა მოიწვიოს. ბოლო-ბოლო იზოლაციაში მოაქციონ ესენი. ეხლაც არის დაგეგმილი თქვი შეხვედრა, რომ უნდა მიიღონ ეს ადამიანი და ეს ბერბოკი იქ ჩავიდა, ეს ნაძირალა ესა და აქ ჩვენ გვეუბნებია დემოკრატიას ხალხს. მე აქაც გამოდის რადიო თავისუფლება, ვიღაცა მოღალატე ქართველები და ესო შეტაკებებია. რა შეტაკებები? ქალებს და ბავშვებს ხოცავენ, კაცო, უმოწყა. სად არის შეტაკებები იქა? ჯერ ომის კანონებია, როცა ტყვეთ აიყვან ადამიანს, ესე არ უნდა იმებზე ძაღლებივით რო ახოხებენ. ეხლა მე აქ ეხლა ვერ გაუშვებ ამას ეთერში, იმიტომ რომ დაგბლოკავენ მე ძალადობათ შენაცხენ. და ეს არის ხო ესა პრორუსი იყო თურმე ასადი, პრორუსი იყო და რუსეთთან ქონდა. ეხლა ხო არის დასავლეთთან ჩახუტებული აგერ ეს ჯალათები. აბა და რა არის ეს ღაზა სექტორში რაც ხდებოდა ამაზე რეალურად აი ნუ იქნება ქრისტიანი ადამიანების ესეთ ხოცვაზე ეს მართლა ის ხო არ არის იცით ინდიელების ფაქტიურად აი ინდიელების თემა მახსენდება და აი იგივე ხოცვაჟლეტა წავიდა ხო და ამას არაჩერებს ახლა ეს ჩვენ რატო ვსაუბრობთ ესე გულისტკივილი ჯერთი სუფთა ჰუმანური მოსაზრებებიდან რომ ადამიანები ვართ და ადამიანების ხოცვას და ქალების ბავშვების ხოცვას არა მებრძოლების არა მეომრების აი მას უყურებ და ეს არის კატასტროფა და მეორე მახსენდება პერიოდი როდესაც მშიერი სომალელი ბავშვებისთვის ტიროდით აი მართლა ვტიროდით გეუბნებით მართლა საოცარი თანაგრძნობა იყო რამდენად შეცვლილია დამოკიდებულებები რომ აქ თანაგრძნობა არათუ საზოგადოებებისგან არამედ ხელისუფლებებისგან არ არის ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია ჩვენი შეიძლება ტექნოლოგიურად წინ წავიდა ყველაფერი მაგრამ ადამიანურობის ხარისხით ჩვენ ძალიან უკან წავედით ზოგადად დღეს ცხოვრები კაცობრიობა დედამიწაზე ხო აია მე ვფიქრობ რომ აი ყოველგვარი მოწოდება აი ყოველგვარი რაღაცა ისეთი რაღაც ისინი რომ იდგმებოდა ჩვენთან რომ დასავლეთისკენ მივდივართ ამაზე უნდა შეწყდეს საუბარი ჩვენ იმას ხო არ ვიძახით რომ დასავლეთთან ურთიერთობა არ გქონდეს რომ მოვწყდეთ ამ ევროპას მაგას არავინ არ იძახის მაგრამ ეს გზა მე კაცო ევროპასთანაც მინდა ურთიერთობა აზიასთანაც მინდა ურთიერთობა აფრიკასთანაც მინდა ახლა ლუკაშენკო მაგალითად რო ჩაუკეტეს ეს ევროპული ბაზარი აფრიკაში დადის კაცი ცდილობს რომ იქაც რაღაც სარგებელი მონახოს აზიაშიც დადის და ყველგან დადის რა შუაში ესა ვერ გავიგე. ჩინურად ხდება გამოცხადება აეროპორტში მე გავოცდი რომ ესე იგი ბელორუსულად, რუსულად, ინგლისურად და ჩინურად. მე თქვენ სტუდენტი ჩადის ჩინელი. მე ბოლოს არა რუსეთის აეროპორტებში რო ჩახვალ ადრე ეხა ინგლისურადაც არის ლათინურად დაწერილი მაგრამ აი მაგალითად დევმედოდოვის აეროპორტში რო ჩავედი იქ ჩინურად წერია უკვე რუსულად ჩინურად უკვე რა იმიტომ რომ იცია შეიცვალა უკვე ეს დამოკიდებულებები და ჩვენ კიდე ეს ევროკავშირის დროშა რა ვიცი ამ ევროკავშირის დროშაზე რომ მუხლი შეიტანეთ იმაზე რა ქვია ქრისტეს შეურაცხყოფაზე არიჯება ხალხი და ევროკავშირის დროშა რო დაიწვას ხალხს რო იჭერდნენ არ გახსოვთ შევცვალოთ უნდა ეს პოლიტიკა მე მგონი უნდა დადგა ეს საკითხი რომ აღარც ევროპაა ჩვენი გადამრჩენი არც ჩვენი თავი გადამრჩენელი არის ის ჩვენივე თავი მაგრამ ისიც არ მიმაჩნია სწორად რომ აი რო ლოზუნგივით რო არის ხო იცით იმისი არ იყოს გაჭირვებული კაცის პატრონი მაინც არავინ არ არისო ხო იცი ეს რო იტყვია და ისე არც რუსეთია ჩვენი გადამრჩენი არც ამე არა ესე ვიყოთ ესე იგი არავინ ჩვენი გადამრჩენი არ არის ხშირად ქადაგებაც მომისმენია ეგეთი რომ არც ამერიკა არა მაგრამ კი ბატონო ხო მე ერთია ჩვენი გადამრჩენი მაგრამ შენ ერეკლე მეფეს რომ არ გადაედგა ნაბიჯი იმ რუსეთისკენ აი სირიაში რაც ხდებოდა ლეკები ნაკლებს კი არ უშვებოდნენ ქართველებს აწიოკებდნენ და ერეკლე მეფეს
დაბიჯმა გადაარჩინა და ეხა ვიღაცები რომ ლაპარაკობთ რომ აი არც იქით არც აქით ღმერთმა ის თქვა ხელი გაანძრიო ეხა ჩვენ ავდგეთ თურმე უნდა და არა კაცო არც ამერიკაა ჩვენი პატრონი არც რუსეთი ვიყოთ ესე ველოდო ციდან ჩამოვარდება რაღაცა და გვიშველის აი ესეთი იდეოლოგია ხო დაგუპა და კიდე ვიღაცა სულელები ამას რომ ამკვიდრებენ ეს არის ასწაული რა რადგან ნიკოლოზ ეგ არის ზუსტად ინფანტილიზმი და სამწუხაროდ ინფანტილიზმის ხარისხი ხა ჩვენ რო უყურებთ ხოლმე იგივე პოლიტიკოსებს იგივე საზოგადოების წარმომადგენლებს ძალიან მაღალია ინფანტილიზმის ხარისხი და მაჩვენებელი იცით იმ საუბრებში და იმ მსჯელობებშიც აბსოლუტურად ინფანტილური არის ის რაც ხდება დღეს თქვათ გარეთ როდესაც არის პროტესტი და ევროპაში შიგ ევროპაში შინ ევროპაში და რაღაც აი იცით როგორი ზღაპრის გმირები ზღაპარი რომ ნამდვილი გონია დაახლოებით ეს ამ დონის ინფანტილიზმია ბავშვს ხო ნამდვილად ზღაპრის გმირები ნამდვილი გონია ზუსტად ილუზიაში ცხოვრობენ ეს ადამიანები თავიანთ გამოგონილში მოწოდებულში თავს მოხეულში და აქედან გამომდინარე მათ მართლა სჭირათ რომ ეს ესე არის ეს ინფანტილიზმი ამას სჭირდება ფსიქოლოგის სერიოზული დახმარება მაგრამ ისინი ამას რომ მიხვდნენ იცით უნდა მიხვდნენ რომ ეს ილუზია რომ რეალობას აცდენენ ხა სალომე ზურაბიშვილი რომ დადიოდა და მე ვარ რაც ვარო ნუ ეხა მაპატიეთ რა არ მინდა შეურაცხყოფა მაგრამ სხვა დროს ასეთ ადამიანს ჩვეულებრივ გიჟს ეძახდნენ ნუ აკოიატებული აქ და გიჟიო ჯამრთელი არა ჯამრთელი გიჟს ეძახდნენ არა იცით ხო ნუ ფიზიკურად ჯამრთელი მაგრამ ნუ ახ ადამიანი რომელიც დადიოდა ხა მე ფსიქიატრიულში გავდიოდი ხომ მქონდა კურსი ფსიქიატრიის და იყვნენ ადამიანები რომელიც ნაპოლეონი იყო ზოგი პრეზიდენტი იყო ზოგი ის იყო ისინი ჩვეულებრივ ავადმყოფები ისე გუბასმა თქვა ხო იცით მე ნაპოლეონი ვარ ხო და ეხლა სალომე ზურაბიშვილი მარტო მე ვარ ეს ჩვეულებრივ ნორმალურ არა იმ კაც არა თქვენ ეხლა მოდი სერიოზულად არა ეს ფსიქიატრიული არა იმ კაცმა რო თქვა ზეთუნახავი ვარო სააკაშვილმა მე მგონი ესენი გაგიჟდე ბოლოს აჟურდი კალგოტკებით არ გამოვიდეს იქ ჩართვაზე და არ წარდგეს მინიკაბით ეხლა არ გამიკვირდება კაცი გამოვიდა მეო ზეთუნახავი ვარო ეხლა კაცმა შეიძლება ეგეთი რა შეიძლება სიმპათიური თქვა კაცმა თავის თავზე მე სიმპათიური ვარო მაგრამ ზეთუნახავი ვარო როგორ უნდა თქვა ზეთუნახავი ნუ აი არ ვიცი არა ნუ იცით რა სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ზოგადად დემენცია მას არ ქონდა და ეს იყო მაგრამ მისი ფსიქიკა ზოგადად რომ ჩვეულებრივ არასტანდარტული არის და ცოტა განსხვავებულია მსუბუქად ვამბობ ექიმი ვარ და არ შეიძლება რომ თქვა უფრო სხვანაირად ეს თვითონ ამბობდა გიჟს მეძახიანო არ გახსოვთ სააკაშვილი ჩემზე გიჟიაო ამბობენო და ნუ კაი სააკაშვილს მაგრამ ეს ზურაბიშვილი რომელსაც ეს სიმპტომები არ ქონდა ხო ნუ ერთი არასერიოზული ქალი ჩანდა თავისი აი ამ არაქანმიმდევრულობით მაგრამ დღეს ხო გეუბნებით აი მართლა ფსიქიატრიული მდგომარეობა როდესაც ხედავ რომ და ვინ არიან ნორმალურები ბალბატონობია ეს არის სექტა ეს არის კიდე არანორმალურების სექტა ხალხი აი ხა მე ხვალ მეკდება უფრო აქტიურად ჩვენ ხვალ გადაცემაში ამას აქტიურად განვიხილავ დოკუმენტები ტკიცებული გამოდის ხალხი ნაცები და ლაპარაკობენ ამართლებენ ამ ხოცვას სირიაში და ამბობენ რომ ეს შეტაკებებია რომ ესენი წინააღმდეგობას უწევენ აი როიტერი ამას იძახის ესე იგი სირიული მთავრობის ინფორმაციებზე დაყრდნობით გვიმტკიცებენ შედალოცი რომ არ უყურებ ამ კადრებს რაც ხდება იქა რომ ეს გიჟები მართლა ეს სულელები ავანტყოფები ფეკა გამოდიან ეხლა და ისაო რა ქვია პოლიციელებს აგინებენ თურმე და ისაო და გმირებად აცხადებენ მე კიდე ერთხელ გეუბნებით აი მე მართლა ნაციონალი ხალხო არ შემოუშვათ არც სიძეთ არც ძლად სახში რა მგეუნებით რა თორე დაიღუპებით მტრისაც და ავსაც აი მე გეუნები რა აი არ ვიცი ეხლა მე აი ღმერთმა აი უკვე აქამდე ეხლა არ ვაქცევდი ყურადღებას მაგრამ ნაციონალი სადაც არის პურს არ გავტეხავ საჭმელს არ შევშამ რა მეულებით ესენი ავანტყოფები არიან რა შეიძლება საწამლავი ჩაგიყაროს კაცი რო იმას იტყვი ჩაგიფურთხეთ მართლა სულში რა ესენი არიან ადამიანმა ესე იგი ავღანეთში ქართველები რო ბრძოლობდნენ აქ გია კერესელიძე იყო ჩვენთან და ავღანეთში რო ვიყავით და იქ რო წერთან ყიდულობდითო საჭმელსო ანუ წარმოიდგინე იქ იყო ეხა ის ძალა რომელიც იყო ნუ შესული უცხო ძალა
და იმ ქვეყნის წარმომადგენლებს საჭმელს ყიდულობდნენ და არავის ხო შეეძლოთ მოეწამლათ არა წერი ეს არის აღიარებული დოქტრინა და საქართველოში წერი შემოდიოდა და არავის ქართულ კაცს მტრისთვისაც კი საჭმელში არ ჩაუყრია საწამლავ და ეს ნაძირლები ეს ეკამიშველაძე რომ ქუჩაში შემხვდეს ან ვიღაცეები არ ვიცი ქალია და შეურაცხყოფას არ მივაყენებ მაგრამ შეიძლება არ ვიცი რა ესენი ვინ არიან მართლა ესენი ავანტყოფები არიან ყველა დიდია პატარიანა რა არა აი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რო ჯამრთელი არ არის ნამდვილად ეთყობა ასაკი არ აქვს ისეთი ასაკი რომ მაგ ვილაპარაკო დემენციაზე უკვე სერიოზულად მაგრამ ქალი როდესაც სერიოზულად ამბობს რომ მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტიო და მე უნდა ნუ ეს ხო გეუბნებით ეს არის სერიოზული სამკურნალო მაგრამ სამწუხაროდ ევროპა იმას რომ ადამიანი თვითმფრინავს ცოლად მიყვება ამას გამოხატვის თავისუფლებად იღებს და რო ეკითხებიან პირველ პირებს რომ კი მაგრამ როგორ ნუ რა ვქნათ ეს ჩვეულებრივია ეს ჩვეულ ურთიერთობაში ხელს არ გვიშლის და ისინი ხო გეუბნებით ფსიქიატრია ნორმად აქციეს სამწუხაროდ აი ამ ევროპას დარჩა ეს დღეს თორე ამერიკა განკურნების გზაზეა ხო ფაქტიურად როგორ გითხრათ აი როგორც ფსიქიატრიულ კლინიკას ჭირდება გარკვეული ძალა და სანიტრები რომელიც ძალას გამოავლენენ პირდაპირ მნიშვნელობით და ეს აუცილებელია იქ ზუსტად ასეთ ხო გეუბნებით ასეთ ლამის ფსიქიატრად მოვიდა ამერიკაში ტრამპი და ის სიგიჟეები რაც მიმდინარეობდა პრაქტიკულად ეს სიგიჟეები შეაჩერა ხო ნაწილობრივ შეაჩერა და ნაწილობრივ კიდე აგრძელებს. ნუ ამ შემთხვევაში ფსიქიატრის ფუნქციაც იკისრა მან რომ ის არანორმალურობა რაც ხდებოდა და ამბობს არანორმალურობაო და ჩვენ კიდე ჯერ ჩვენთან მცხოვრები ადამიანები ჯერ კიდევ ფსიქიატრიულ პათოლოგიას და ნორმას ვერ არჩევენ და რომ ამ გიჟებს თავი დავანებოთ ქალბატონო მაია და ისე აი ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებს შევეხოთ. ეხლა არ ვიცი აი სოფლიო ისტორიაში არ მომხდარა ესეთი რამე ალბათ სამხედრო ესე იგი რუსეთი ამყარებს ახალ რეკორდებს ამ ომში რა რომ და ვაოცებს თავისი მოქმედებებით რუსეთმა მთლიანად გადაიარაღა თავისი ესე იგი შერაღებული ძალები ახალი ტანკები ახალი შერაღება აქვს ახალი სქემები ზოგი ერთის გონია ომი ერთის მხრივ ცუდია მაგრამ ომის დროს იწრთობა ბრძოლის უნარიანობა ერის ომის დროს ღვივდება პატრიოტიზმი ქვეყანაში ომის დროს სხვანაირად სუნთქავს ერი და ეს ერი არის უძლეველი ერი ეხლა იდიოტები ამას ვერ გაიგებენ რო იძახთ ey რუსეთი მარცხდება ეხლა ამ ტრამპმაც იმიტომ შეცვალა პოლიტიკა აქა რომ იციან რომ არ უნდა ძიმე მდგომარეობაში ჩავარდნა თორე ეხლა რომ რუსეთს გაჭირვებოდა დარწმუნებული ვარ ტრამპი არ იტყოდა იმას რაც თქვა ზელენსკისთან და აი ეხლა 13 კილომეტრი ტრუბაში გაძვრენ რუსის ჯარისკაცები და გავიდნენ იქ შეიყვანეს ჟანგბადი შეიტანეს ესე იგი რაღაცა ნივთიერებები რომლითაც შესაძლებელი იყო წარმოიდგინეთ ხალხო 13 კილომეტრი გაიარეს ტრუბაში მეტრანახევარი ტრუბა იყო 100 კაცმა და შევიდნენ იქ უკრაინელების გარემოცვაში და დეზორგანიზება გამოიწვიეს და გარდატეხა ეს საოცრება არის რა ები ხდება რა არა ეს არის სამხედრო საინჟინრო აზრის ნუ მე არ ვიცი ხო გეუბნებით იმდენად რომ დასავლეთში არის დასავლური პრესა რომელიც ამას ფეიქსაც უძახის 800 კაცი 12 კილომეტრზე მეტი გაიაროს მილში რომელიც არის სიმაღლით 1.40 მეტრ წარმოიდგინეთ იქ ხო ფეხზე ვერ დადგები არა და აი ეს გამოამზადო გზადაგზა ამზადებდნენ ადგილებს სადაც ბიოტუალეტები და აი ესეთი ის იყო საშუალებები სადაც 12 კილომეტრი გაიაროს 800 კაცმა და რო გავიდნენ ბოლოში 4 დღე ელოდნენ ბრძანებას რომ გამოსულიყვნენ წარმოიდგინეთ და აღმოჩნდნენ აი ამ კურსკის მიმართულებაზე უკრაინელები ზურგში ეს იმხელა შოკი იყო რომ აბსოლუტურად დეზორგანიზებული არის ის ნაწილები ელიტარული ნაწილები რომელიც ზელენსკიმ პირდაპირ ჩახოცა ამ მიმართულებით და იცით რა არის ამ სწორედ აი ეს მიმართულება რომელიც სავაჭროთ უნდათ რომ აი ჩვენ კურსკის მიმართულება გვაქვს რაღაცა ხო გეუბნებით ეს არის ფანტასტიკის სფერო და რაც ეხა რუსეთის არმიამ გააკეთა ჯერ საინჟინრო გადაწყვეტა ამის ეს წარმოუდგენელი რაღაცა 12 კილომეტრი 800 კაცი ვაი აი ხო გეუბნებით ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს ქალბატონო მაია გენშტაბი რუსეთისა აი ეხა ვიღაცას რო ქონდა განსა რით ვეღარ დაიბრუნეს კაცო ეს კურსკი და რატო გაიჭედნენ იქა და რით ვერ შედიან იქა ესე იგი სასაკლაო აქვს მოწყობილი ხა
ანადგურებენ ცოცხალ ძალას, დღეში 1000 კაცს მაინც კლავენ. ეხლა არავის სიკვდილი არ მიხარია, მაგრამ ფაქტი ეს არის, ტყვეთ ვარდება უამრავი ადამიანი, რა შეჭirdება წინ წასვლა, მოახდენს აქ ლიკვიდაციას ცოცხალი ძალის და მერე უპრობლემოდ შევა და შეჯლიგინდება კიევამდე რა. და ბევრი ვერ ფიქრობს ამას, რომ ეს არის სტრატეგია, დოქტრინა თვითონ რუსეთისა. არა, იცით რა არის 60,000 კაცი, აი ამ მილის ოპერაციამდე, გაზპრომის ოპერაციასაც უძახიან ცოტა ირონით, იმიტომ რომ ეს გაზპრომის მილი იყო, რომელშიც გაზი გაედინებოდა და მართლა რამხელა ის დამუშავება წავიდა, მერე კომპრესორებით ჟანგბადის ჩატუმბვა წავიდა, წარმოიდგინეთ რა, წარმოუდგენელი რაღაცა არის. და ამის ნახეთ ამ ოპერაციას, არა, ამ ოპერაციამდე 60,000 კაცი მიჩნეული იყო, რომ უკრაინული არმიიდან 60,000 კაცი დაიღუპა. იყო ელიტარული ისინი გაუშვეს შენაერთები. 60 ამის მერე რა იქნება? აი ამის მერე რა ციფრია? ეს უკვე წარმოუდგენელი არის და თან მიმართულება, რომელზეც პრინციპში რუსეთი არ მიდიოდა, ხო? ცით რა არის, ძალიან ბრიყვი უნდა იყო, ძალიან შორს ახლომხედველი უნდა იყო და საერთოდ წარმოდგენა არ ქონდეს. არც ისტორიაზე, არც რუსეთზე, რომ თქვა, რომ რუსეთი დამარცხდება. პირველი დღიდან აი იცით შეიძლება რაღაცა ქვეყანა მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ რეალობა ხო უნდა აღიქვა. რუსეთის დამარცხების ერთი წამი არ მქონდა ილუზია. 50 ქვეყანა ჩაერთო, 50 ქვეყანა მის წინააღმდეგ. შეხედეთ რა, რას აკეთებს უკვე ომის მერამდენე წელია. მე 22 წლიდან, ხო, 25 წელია ეხა. მერამდენე რას აკეთებს, სასწაულებს აკეთებს და ნუ კარგით რა, უნდა იყო ძალიან ბრიყვი, რომ წარმოიდგინ, რომ აი რუსეთი მარცხდება. ან მეორე, ისევ პათოლოგიური აზროვნება, როდესაც გჯერა სასწაულის. აი რუსეთი რო დასუსტდება, აი სანქციები რო წააქცევს რუსეთს, ხო უძახდნენ ბენზოკალონკას. აგერ გაზპრომის მილმა რა გააკეთა, საოცრება გააკეთა, გაზპრომის მილის ოპერაცია, ხო? აი სასწაული გააკეთა. რა არის ამას? რეალობა უნდა მიიღო რა. კი არა, ფანტაზიაში კი უნდა ებრძოლო რეალობას, ის უნდა მიიღო. არა, თან რა არის, უყურეთ ეხლა ფაქტია უკვე უკრაინა არის დამარცხებული. აქ იმაზეა ლაპარაკი რა პირობებზე დასრულდება ომი. აქ რა პირობებზეა. ეხლა ოდესა ფაქტობრივად უკვე ძალიან დაზარავდა, ოდესა იბომბება. ეხლა რახან ოდესა იბომბება, ესე იგი ოდესასაც აიღებენ რუსები, იმიტომ რომ ოდესას თვლიან რუსულ ქალაქად და ხო და ეს ეხლა წერილი გააგზავნა გუშინ ზელენსკიმ ტრამპის ადმინისტრაციაში და ბოდიში მოიხადა, რასაც ჩვენი ქართული მედია რა თქმა უნდა არ გააშუქებს, არ სამთავრობო და გინა ეს ნაცები, ბოდიშის წერილი გააგზავნა, ითხოვს შეხვედრას, რამ წიაღისეულთა. ეხლა არის გადარჩენაზე ამათმა რომ თავი გადაირჩინონ, მაგრამ ესეც ვერ მოხდება, იმიტომ რომ განწირულები არიან, იმიტომ რომ ეხლა ფაქტობრივად მეცხრე ცაზე არის უკრაინელები, რუსები, უკრაინელები არიან დაცემულები, უკვე სულიერად ყველანაირად დაცემულები არიან, იმიტომ რომ ინფორმაციები უკვე აღარ ეწოდებათ სადაზვერვო და ფაქტობრივად იარაღსაც ვერ იღებენ, ჰაიმარსების პრობლემები აქვთ და უკვე ცხადია, რომ დღეს თუ ხვალ უკრაინა აიღებს ოდესასაც, ხარკოვსაც და კიდე სხვა ქალაქებსაც და ეს უკვე ფაქტობრივად სულ ახალი რეალობაა და მერე მოიცლის რუსეთის სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ძალიან ისე მწარედ ურტყამდნენ მას აი ამ ომის დროს. საინტერესო რა არის ციტბადნ ნიკოლოზ, ოდესა კი ნამდვილად რუსული ქალაქია რა. აქ ორი აზრი არ არის, ხო ოდესა ნამდვილად ესე არის, ეკატერინეს დროდის და როგორ მისი განვითარება, როგორ ხდებოდა, ჯერ როგორ მოიპოვეს ასე ვთქვა და მე როგორ ხდებოდა განვითარება. ნუ ეს გასაგები არის, მაგრამ ოდესა ნამდვილად მათ ინტერესში შედიოდა ყოველთვის. ოღონდ აი დასავლეთ უკრაინა ნამდვილად არ არის, ძალიან ხშირი მსჯელობა აქვთ იმაზე, რომ გვინდა კი მთელი უკრაინა. ანუ ნახეთ რუსეთი იმდენად პრაგმატულად უყურებს და ხა ომი ბუნებრივია, უზარმაზარი ხარჯია. თავისთავად რაზეა საუბარი და ისინი ძალიან ბევრი მსჯელობს რომ გვინდა კი მთელი ეს ტერიტორია. ტერიტორიები რუსეთს რო იმხელა არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს იმხელა ტერიტორია სულ მოსახლეზე რაც რუსეთს ხო ყველაზე მეტი ტერიტორიები აქვს და უზარმაზარი საკუთარი აუთვისებელი. მისი ინტერესი იყო სწორედ აღმოსავლეთ უკრაინა მისია და აი ამერიკის ჩარევა აი აქ არის საინტერესო. მაგრამ იმის მაგივრად რომ ვთქვათ იგივე ბრიტანულ ფრანგული აი დღევანდელი ესეთი არაოფიციალური, მაგრამ პრინციპში ოფიციალური ალიანსი იმას მიხვდეს რომ ბოლო-ბოლო უკრაინის დასავლეთ ნაწილი გაინაწილონ და ის თავის ერთმტკაველიან სახელმწიფოებს
ტერიტორია მაინც მიამატონ ცოტათი, არა? ამის ნაცვლად შეხედეთ ამ ომის გაგრძელებაზე მუშაობენ ყველანაირად ცდილობენ რომ ეს ომი არ შეწყდეს და ყველანაირად უწყობენ ამაში ხელს და ვერ ხვდებიან იმას რომ რუსეთი ზოგავს თავისი პირდაპირ არის ბევრი ცოცხლეს ზოგავს თავისი მებრძოლებისას თორემ რუსეთს სხვა ტემპში შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება და გამარჯვება თვლიან იმას რომ 3 დღეში ვერ აიღო რუსეთმა 3 დღეში რუსეთი აიღებდა იმ შემთხვევაში თუ მარტო უკრაინაში ებრძოლებოდა და როცა 50 ქვეყანა გიდგას წინ ბუდიში და აი როგორმე იცით ეს უნდა შეიგნონ რომ ის 3 დღეს მართლა იქნებოდა ეს აქ რომ არ ყოფილიყო მთელი ნატო მის წინააღმდეგ ნატო კიდე პლუს სხვა ქვეყნები ხო არა თან არა 3 დღეშიც აიღებდა ის ქალბატონი აიღებდა ამერიკა და ნატო და მთელი ევროპის ქვეყნები რო არ ყოფილიყო არა მაგასაც აიღებდა რო გამოეყედებოდა ის შეერაღება რაც გააჩნია როგორც მაგალითად ამერიკელებმა იმოქმედეს ხეროსიმაში და ნაგასაკიში აი ესე რო ემოქმედა ერახში რაც გააკეთეს ხო როგორც თვითონ მოქმედებენ რო კი არ ბრძოლობენ ყრიან ბომბებს და ეხლა რუსეთი ცდილობს რომ ოდესა ეხლა არ უნდა რომ პირისაგან მიწისაგან აღგვას ხო არ უნდა რომ გაანადგუროს სხვა ქალაქები იმიტომ რომ თulis რომ თავიანთი მაინც არის ეს მოსახლეობაც რომელიც მას ელოდება ეხლა დღეს მაგალითად იგივე კურსკის გათავისუფლებული ტყვეობაში მყოფი ხალხი აი მათ რომ მოусმინოთ ასაკოვანი ადამიანები რომელსაც ცხოველურად მოექცენ როგორც ცხოველები ეს ექცეოდნენ ამაზე ხო ჩვენთან საუბარი არ არის არა და ეს ხო რეალობა არის ეს რომ დასავლეთში აჩვენეს იყო საოცარი გაოგნება რომ ნუ თუ უკრაინელები ესეთი და უკრაინულმა არმიამ ნუ თუ ესეთი დაუნდობლობა აჩვენა იქ იყო გაუპატიურებები მკვლელობები რაღაც საშინელება კურსკის ოლქში და ნუ იცით რა არის ამას არ ვიცი რაღაცნაირად თუ ჩვენთან ინფორმაცია არ იქნა ასე გაფილტრული და თუ ქართულად მაინც უნდა მიაწოდო არ შეიძლება ასე და საზოგადოება იყოს მე ხა ვხედავ ერთი რამდენიღაც პროსახელისუფლებო არხი იძლევა ინფორმაციას რომელსაც პრინციპში არც ისე ძველია ადრე იგივე ინფორმაცია შეიძლება მოეცათ ერთი კვირის მერე ეხლა გულწრფელად გეუბნებით ვაკვირდები რომ ინფორმაცია პრინციპში არის ოღონდ ეს მას მერე რაც ამერიკის დამოკიდებულება შეიცვალა აი მას მერე ინფორმაციის მოწოდება მეტნაკლებად სწორი გახდა და მეტნაკლებად ეხლა ცოტა მაგრამ მაინც მიეწოდება და შედარებით ახალი ინფორმაცია მოდის ეს ტრამპის მერე აი მე გეტყვით ეხლა სახელისუფლებო მედიის აი ქმედება რომ შევადაროთ მაგალითად სუბუხი ყოფაქცევის ქალთან შედარებით ადრე რომ სუბუხი ყოფაქცევის ქალი ძალიან სუდ რაღაცებს კადრულობდა ეხა ესენი ნაკლებად კადრულობენ აი ეს არის განსხვავება რა ადრე ყველაფერს კადრულობდნენ და აი საშინელებებს იმაში ეხა ცოტათი მოგძალებულად ბოზობენ ბოდიში ამ სიტყვაზე იმიტომ რომ თლათ ისე არ იქცევიან იმიტომ რომ მაინც იტყუებენ მაინც ამ რუსეთს მაგ ეს არის რომ რაღაცა რუსეთი დამარცხდება მაინც ეგ ხაზი აქვს მაინც აგრესორია რუსეთი რანაირად არის ვერ გავიგე ეხლა შენ როდესაც მე გამომიცხადებ შენ მოგეცი ტერიტორია მოდი რა ეს კონფლიქტი და ეს ომი ეხლა არ დაწყებულა და ამ ომზე როდესაც საუბრობთ გამოვიდეთ რეალობიდან მე თუ მოგეცი შენ ყველა ტერიტორია მოგეცი ამ საბჭოთა კავშირის დროს მოგეცი ეს ტერიტორიები და მე შენ ამ ტერიტორიების გამოყენებით გინდა რომ მე დამანგრიო იმიტომ რომ ნატოს გინდა ჩააბარო რა თქმა უნდა მე ამას არ დაუშვებ ხო რუსეთს არ დაუტოვეს საშუალება რომ სხვანაირად ემოქმედა ეს არის ჩვენ რო ლაპარაკობთ აი მე რასაც მინდა აბა მივიდეს ეხლა იქ რა ქვია ვინმემ და განალაგოს იქ კუბაში ის რა ქვია სარაკეტო სისტემები და ხვალვე დაიწყებს ომს კუბის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატები ეგრე მინდა ეგრე არ არის კაცო აწყობილი ეს სოფლიო რა შეგიქმენი სახელმწიფო ყირიმი მოგეცი დონბასი მოგეცი ლუგანსკი მოგეცი აღაგორძინე ყველაფერი მოგეცი და შენ მე ადექი და მე მაგინებ და ლანძღავ და ეგრე არ არის ხო ბატონ ნიკოლოზ იცით რა მოდით უკრაინაში ვთქვათ რა ომი დაიწყო 2014 წელს როდესაც დასავლეთმა გააკეთა ის რაც გააკეთა გადატრიალება ჩვეულებრივ აი გედან დაიწყო აი მის მერე დაიწყო რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროება და გენოციდი და ანგელოზების ხეივანი რო არსებობს ჩვენთან ალბათ ძალიან ცოტა ვინმე მიცის რომ არსებობს დონეცკში თუ ლუგანსკში ვერ გეტყვით ზუსტად არსებობს ანგელოზების ხეივანი სადაც ამ ხეივანში სულ ბავშვები არიან დაკრძალულები აი ეს რომ საქართველოში
ბევრმა იცოდეს, ცოტა სხვანაირად შეხედავდა და თუ უფრო გულწრფელები ვიქნებით, საერთოდ ეს რყევები რაც დაიწყო 1999 წელს ბელგრადის დაბომბვით. აი, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები გადაიყარა ნაგავში, ვთქვათ რა. ბელგრადის დაბომბვა სხვა არაფერი არ იყო. ეს იყო სწორედ კოსოვოს პრეცედენტი, აქ რო ამბობდნენ, რომ არა, არ იქნება. ჩვენ ამან 2008 წელი მოგვიტანა და სულ ამას ვამბობდით, იქნება თუ არა პრეცედენტი. ხო აღმოჩნდა, არა? აღმოჩნდა კი არა 99 წელს დაირღვა ის ზოგადი შეთანხმება და გამოწვევა დაიწყო 99 წელს. 2014 წელს უკრაინაში დაიწყო. იმის მერე მზადება იყო. და თქვენ რასაც ბრძანებთ ახლა, ვთქვათ იგივე მედიაზე, რომელიც მაინც მოდით, აი აქ ვთქვათ რა, როდესაც შეიცვალა ამერიკაში ხელისუფლება, მე შევატყო, რომ ინფორმაცია შეიცვალა. ანუ ზელენსკი კი არ გამოდიოდა ყოველ საღამოს ზელენსკის იმას კი არ გვაჩვენებდნენ დილის 11 საათზე, რა ძალიან მაღიზიანებდა, იმიტომ რომ ზელენსკი არ არის ჩემი ქვეყნის არც ბიძა, არც ნათესავი და მით უმეტეს არც მფარველი და როცა იცი რომ ციფსო მუშაობს უკრაინაში და იქ იმ ცენტრიდან მოდის, თუნდაც ქართული მედიისთვის, თუნდაც ამერიკაში, როდესაც თავდასხმები არის ბავშვები მაღალჩინოსნებზე და ბავშვებთან ერთად არიან და იქ უცებ დიასპორა ხდება. ეს ხო ერთი ცენტრი არის. და როცა დღეს ილონ მასკი აცხადებს, რომ კიბერშეტევა იყო მის პლატფორმა X-ზე და იქ IP მისამართების უმრავლესობა არის უკრაინიდან, ეს ხო გასაგებია, რომ ეს ერთი ქსელი არის, ერთი სტილია. სერბეთში რაც მიდის, ის მიდის თბილისში, ხო? მაგრამ აქ უკვე მილევადი არის. მაგრამ საინტერესო რა არის, ცით, აქ უკვე მთავარი არის, რომ ინფორმაციას რომ აწოდებენ, მათ თვითონ რწმენები აქვთ ასეთი ბატონო ნიკოლოზ. კი ხედავენ, რომ ტრამპი მოვიდა, მაგრამ სინამდვილეში, გულის სიღრმეში ისინი მაინც შინ ევროპა და ევროპა მინდა რა თქმა უნდა, ბანკის კრედიტები აქვს, დოქტორე, ხვალვე ბოდიში და ადგებიან და იმას გამოვარდებიან და იმას, რა ქვია, ამერიკის დროშას და უკრაინის დროშას მას იზამენ ჩამოიკე. ეხლა ქარდავა რო არის, ქერათმიანი გოგო ბრიუსელში, იმედის ჟურნალისტი. ეხლა ვინ დამაჯერებს, რომ მაგი ეხლა როგორ ფიქრობს და როგორ აზროვნებს, უბრალოდ ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ იმ ევროპაში უნდა ეხლა დაიხურა მთავარი არხი, ხვალ დაიხურება ფორმულა, ზეგ დაიხურება პირველი და არ უნდა უმუშევრად დარჩენა, თორე ეხლა ხო ვიცით როგორ ფიქრობენ ეგენია რა. არა, მე ეხლა კონკრეტულ ჟურნალისტზე მე მისი ტექსტები საკმაოდ არა, როგორ გითხრათ, საკმაოდ სუბიექტური იყო ყოველთვის მისი ტექსტები. მას საკუთარი განწყობები ძალიან დიდი დოზით აქვს აი იმ ტექსტებში, რასაც ბრიუსელიდან გადმოსცემს. მაგრამ ის აი ისევ და ისევ გეუბნებით, ეს არის რწმენების საკითხი და სახელმწიფომ როგორც ტრამპმა გააკეთა. ხედავთ, ის ადამიანი, ვინც არ არის სახელმწიფოს მხარდამჭერი, ის საჯარო სამსახურში არ უნდა მუშაობდეს. ის მედიაში არ უნდა მუშაობდეს, პროსახელისუფლებო მედიაში არ უნდა მუშაობდეს. აქ ეს პრობლემა, თორემ მათი რწმენები ჩვენ ხო არ დავემგვანებით მათ, ვთქვათ, ლიბერალურ ფაშიზმის მსგავსად, ლიბერალურ ფაშისტების მსგავსად ხო არ მოვიქცევით, რომ განსხვავებული აზრი არ მივიღოთ. ეს მათი რწმენებია. კი ბატონო, გქონდეთ მათი რწმენები, მაგრამ უბრალოდ იქ არ უნდა მუშაობდნენ, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება. ამ რწმენების ადამიანები. ეხლა იცით რა არის, კომუნისტებს მაგალითად ამერიკაში ხო სახელმწიფოს პირველ პირებად ვერ დააყენებდნენ, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც გარკვეული იდეოლოგიური მიუღებელი მათთვის. ასევე საბჭოთა კავშირი ზრუნავდა, ყველა ქვეყანა ზრუნავს თავისი უსაფრთხოებისთვის. ამიტომ ასეთი რწმენების ადამიანები გასაუბრება. ის კი არ არის, რომ უნარებით ჩააბარო სადავე გასაუბრებით და სამსახურში მიღებით, შენ იგებ ადამიანი როგორ ფიქრობს, როგორ მოიქცევა კრიტიკულ სიტუაციაში, გავარდება და უცებ აქციაზე დადგება თუ სახელმწიფოს სიძლიერეს დაიცავს და სახელმწიფო სჭირდება ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსთვის არიან. აი, აქ ხო გეუბნით, თორე ფიქრით, რამდენიც უნდა იფიქროთ. აი, ხა გამოვიდეთ. გქონდეთ ამას არავინ არ დაუშლის და არც უნდა დაუშალოთ. აი, ხა ხელისუფლების რომელიღაცა წარმომადგენელი გამოვიდა, გვარს ვერ ვიხსენებ და თქვა, რომ ჩვენო ვიცითო, ბევრი მოღალატეები ყავს შიგნითო და რაღაცა ესეთი პათოსის განცხადება. თუ მოღალატეები ყავთ შიგნით, ერთი კაცი მაინც საჩვენებლად დასაჯეთ.
ვიღაცა კანტიკუნტად რო წერს განცხადებას რომ გამათავისუფლესო და ვიცით რომ კანტიკუნტად კი არა ათასობით ადამიანია ამ სტრუქტურებში ჩაბუდებული. ეს ბაჩიაშვილი, აი ეხლა მე მეწოდება ბიძინა ივანიშვილი ამდენი გველების შემხედვარი. ვიღაცას გონია რომ ბიძინა ივანიშვილი ეხლა რაღაცა ის არის ყოვლის შემძლე, რაღაცა კოპერფილდი რომ რაღაცა ყველა სტრუქტურაში დანიშნოს ხალხი და მე ამ ბიჭო აქ თავარი ის არის რომ ვინც ბიძინა ივანიშვილს ურჩია ის ბაჩიაშვილი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ურჩია ის მინისტრები, ის მოხელეები, აი ისინი უნდა იქნენ მოცილებული. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ორჯერ, 8ჯერ ადამიანს არასწორ შევას მისცემ. ეხლა კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი ბოლო ერთი კარგი იქნება რომ საკონსულტაციო საბჭო გაკეთდებოდეს ხელისუფლებასთან, სადაც შევლენ აი საზოგადოებისათვის თვალსაჩინო წარმომადგენლები. ის კი არა ბოდიში ვიღაცის საყვარელი, ვიღაცის ბიძაშვილი, ვისაც რაღაცა ავტორიტეტი აქვს და რეიტინგი აქვს საზოგადოებაში, ვისაც ხალხი პატივსცემს და ვისაც ვიღაცა რაღაცას წარმოადგენს. ძალით შეტენილი ხალხი კი არა. და იქ ვიტყოდით სიმართლეს, ეხლა მე პირადად ძალიან დიდი განსაცდელი ავაცილი ამ ხელისუფლებას. არ მინდა ეხლა ყველაფრის თქმა, ისეთი განსაცდელი რომ აი ბაჩიაშვილი ორი შეიძლება განმეორებულიყო აქა. და ბიჭო, მე რა არის, იცი, მე არაფერი არ მემატება ამითი პირადად იმ განსაცდელის არიდებით. უბრალოდ მე მინდა რომ ქვეყანა იმას ქნას, არიდებული იქნას ამ ყველაფერს. ეხლა მე პირადად აი მართლა მეგონა ქალბატონო მაია რომ აი როდესაც საპარლამენტო სიები დგებოდა, თქვენ იქნებოდით იმ საპარლამენტო სიაში ქართული ოცნებისა. იმიტომ რომ ერთი წამით. იმიტომ რომ მე ვიცი რომ როგორ მხარს უჭერდით თქვენ ხელისუფლებას. მაღალი პროფესიონალიზმი გაგაჩნიათ. ყოველთვის აი ახლა ჩვენ მაჯისცემა გვაქვს რესპონდენტების და ადამიანების. თქვენ ყოველთვის სარგებლობთ იმითი რომ საზოგადოებას აქვს თქვენი სიტყვის მიმართ ინტერესი. ეხლა ხო და ბიჭო აი მე არ ვიცი ყველას პატივს ავცემ, ყველა პროფესიას პატივს ავცემ, მაგრამ იცით რა შეა საქმე? მოდი რა დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნისთვისა და თქვენთვისაც აკეთებენ რაღაცას. მერე ვიღაცას გაამწარებთ ამ თავისი ქმედებით და მერე ის კაცი რაღაცა არასწორს რო გააკეთებს, აი ხო ვიძახთით რომ ეს ესეთი იყო. ბიჭო რომ აიძულებ რომ რაღაცა გავაკეთო, მე რატომ მეუნები ამას რომ აი ესეთი და ისეთიო. 11 წლის მანძილზე რომ ადამიანი გვერდში გიდგას. არაფერი რომ არ მიუღია ამ ხელისუფლებისგან პრივილეგია და მაინც გვერდში გიდგას, ხო უნდა დაინახო ეს ყველაფერი. რომ გამოდიხარ ბეყესავი და რო იძახი მოღალატე მიმყავს ამდენიო, თუ ყავს მოღალატე, ხო უნდა მიიყვანო ერთგული ხალხი, ვინც გვერდში გიდგას, არა? მე არ ვიცი ოდესმე დადგება თუ არა ამ მომენტი რომ ვიღაცას პროფესიონალიზმით და ერთგულებით დააფასებენ. და მერე კიდე ერთი რამე არის კიდე რომ აი რატო უნდა იყოს ეს ჩაკეტილი იმედი პირველი არხი ჩვენთვის ვერ გავიგე აი რატო მაგრამ ამ კითხვაზე ქალბატონო მაია მე აღმოვაჩინე პასუხი იცით რატო იმიტომ რომ მე ფიქრობენ ესენი რომ იცით რა ვიღაცამ რომ შეხედოს იგივე ბიძინა ივანიშვილმა იმედზე მაგალითად სიტყვაზე იმ ადამიანს რომელიც სარგებლობს მე თქვა შეიძლება ეს კაცი რატო იმალავდით ამ ხაზ რატო მალავდით მოიყვანეთ გამაცანით რაღაცა და ეს არ უნდათ გესმით მაგიტო არ უნდათ თორე ხო იცით რომ მოტივის გარეშე ქმედება არ არსებობს აბა რატო არის რომ იბლოკება ადამიანი რატო არის რომ მაგალითად ის ადამიანებს არაძლევენ აბა ხო მიზეზი ხო არის რაღაცა ხო არის მიზეზი არა აი ნიკოლოს ელემენტარულს გეტყვით აბსოლუტურად გეთანხმებით თუ დიდი რაოდენობით მოღალატეები ყავს სახელმწიფო სამსახურში ეს არის ძალიან ცუდი სამწუხაროდ საზოგადოებამ ეს ყველაფერი იცის მე ვიცი თქვენ იცით ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის ჩვენგან ეს ჩანს და თუ ვერ ხედავენ მათი ბოსები ეს არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს ხო მართალია მათ უნდა გქონდეთ გარკვეული კრიტერიუმები რომლითაც სახელმწიფოებრივად ერთგულება კი არა ერთგულება კონკრეტული პირების იცით რა შეცდომა რა არის როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირები ითხოვენ პირად ერთგულებას. პირადი ერთგულება ეს არის საშინელება, იმიტომ რომ უმეტესობა ამ შემთხვევაში კონფორმისტი ადამიანები ექცევიან. ის იმის პირადი ერთგულია, სანამ ის ძლიერია. როდესაც ეს სუსტება, მე სხვისი პირადი ერთგული ხდება. სახელმწიფო სამსახურში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს ერთგულები არიან, სამშობლოს ერთგულები არიან. ანუ პირადი, მაგრამ ძალიან უჭირთ, იცით, ზოგადად ხა სახელმწიფო სამსახურები, ვიცი ზოგადად ძალიან უჭირთ პირადი ერთგულების
ყოველთვის ურჩევნიათ ვიდრე სახელმწიფოს ერთგული. ახლა მე მაგალითად მახსოვს ერთხელ ერთ ძალიან მაღალი თანამდებობის პირს დიდი ხნის წინ უთხარი მე თქვენ ერთგულებას არ დაგიმტკიცეთ მეთქი მე ჩემ საქმეს არ ვღალატობ მეთქი. აი ასეთი ადამიანების ძალიან ეშინიათ ბატონ ნიკოლოს ურჩევნიათ პირადი ერთგულება და ამიტომ მე მაგალითად არც თქვენ რო ბძანეთ რომ მე მეგონა გნახავდე მე არც მქონია ეს ილუზია არც მიფიქრე ერთი წუთი ამ მეუბნებოდნენ რომ ალბათო მაგრამ არც მიფიქრე იმიტომ რომ როდესაც საქმეს არ ღალატობ და პირადი ერთგულების ნიშნით კი არ ხარ არამედ საქმის ერთგულების და ქვეყნის ერთგულების ესეთი ადამიანების ცოტა გარკვეული შიში აქვთ ხოლმე აქედან რომ იქნება არ მოიქცეს ისე და შეხო პირადი ერთგული არ ახარ მისი და ხა პირადი ერთგულება უკაცრავად შეიძლება მე მაგალითად პატივისცემა მქონდეს მაგრამ პირადი ერთგულება ეს ცოტა სხვა რამე არის აქ სხვა კატეგორია არის შვილთან ღვართან და აი აქ არის პირადი ერთგულება სხვაგან ცოტა სხვა თემაა თავარი ადამიანები აზროვნებდნენ სახელმწიფოებრივად რასაც ბძანებთ გეთანხმებით სათათბიროები იმიტომ რომ ჩვენ უკეთესად ხედავთ სად არის ხარვეზები და ხარვეზები არის თუნდაც აი ეხა ერთ-ერთ კონკრეტულ საქმეში ამოვარდა ერთ-ერთი ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთი ძველთაძველი ბრძანებულება, რომელიც არის შესასვლელი, რომელზეც რამდენიმე მინისტრს ვესაუბრე. დღევანდელ მინისტრთან არ მისაუბრია. უბრალოდ მომბეს და იცით, რომ ეუბნები არა და სირცხვილია. ის რომ მოქმედებს სირცხვილია, იმიტომ რომ არის მეფარიშვილის კოდექსი აწყობილი და დღეს სხვა კოდექსი არის აბსოლუტურად წარმოიდგინეთ და ამ დროს ამას სასამართლოში ვიღაცა ადვოკატები აფრიალებენ და რო ჩახედო წაიკითხო მიხვდები რომ ეს ძველია და სირცხვილია აი ესეთი რაღაცებისთვის ეს სათათბიროები აუცილებელია თვითონ სააკაშვილმა ისე კარგად მახსოვს თქვენ გემახსოვრებათ იუსტიციის მინისტრი რომ იყო შექმნა სათათბირო რომელიც პენიტენციურ სისტემაში აი გარკვეულ ხარვებზე საბჭო შექმნა საბჭო დაერქვა კი მაშინ არ იყო ეს არასამთავრობო ვალდებულება, მაგრამ იყვნენ ადამიანები, ვინც ეს სისტემა იცოდა და მათ გარკვეული სიტყვის ხმის უფლება ჰქონდათ. ნუ მე რომ პრეზიდენტი გახდა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თვითონ დაანგრია, არ ჭირდებოდა, მაგრამ ხო შეიძლება რაც კარგი შემთხვევით კარგი გააკეთა ვიღაცა მოდესღაც ის გავიმეოროთ, არა? შეიქმნა სამინისტროებთან გარკვეული ასეთი სათათბიროები, რომელშიც თვითონ თუ არ ხვდებიან მოქალაქეებს და არა მარტო მინისტრები, ჩვეულებრივი საშუალო რგოლის თანამდებობის პირები მოქალაქეებს იცით რომ არ ხვდებიან და საიდან მივიდეს ეს ინფორმაცია? არა სამტრო, არამედ ქვეყნისთვის ასარგებლო. თქვენ, მე და ძალიან ბევრ ადამიანს ამ ქვეყნისთვის გვინდა სიკეთე. ჩვენი შვილები სადაც ცხოვრობენ, შვილიშვილები სადაც ჩვენმა სადაც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, ხო შეიძლება გაცადონ. წერილს ვერ მივწერ, სადღაც გამოვფინო, არა, უკვე დარტყმა გამოდის და დარტყმათ აღიქვამენ. დალოცვილო მომეცი საშუალება, რომ რაღაცა მიღება არ აქვს. რაღაცა სათათბირო ქენი, რომ იმ ადამიანს მაინც მივაწოდო ინფორმაცია, რომ სირცხვილია ეს ბრძანება მუშაობს დღეს და ეს არ უნდა მუშაობდესო და საქმეს აფუჭებსო და რაღაცა რომ კარგი გააკეთო, იმის საშუალება შუალედური რგოლი მაინც შემიქმენი საზოგადოებრივად აქტიური ადამიანისგან, რომ თუ შენ არ გცალია და კაი, არ გცალია 24 საათი. იმას მაინც შევხვდე და ქვეყნისთვის სიკეთე, ჩემთვის კი არა, ქვეყნისთვის სიკეთე. გამაკეთებინე რა თუ შეიძლება რა. აი ესე იცით, გამაკეთებინე რა რაღაცა. ერთი ორი სიკეთეს კიდე შემიძლია გავაკეთო. აი ეს ცუდია ბატონ ნიკოლოს და ამ დროს როცა გეუბნებიან რომ მოღალატეები ყავსო, მოდი რა, ამას რო ამბობ მოღალატეები დაფიქრდი რა. გეთანხმებით აბსოლუტურად. რატო ყავს მოღალატეები? იმიტომ რომ მიიღეთ ტესტებით. ჩვეულებრივი უნარებით შეამოწმე, ხო? კომპიუტერის და ინგლისურის ცოდნით. და არ შეამოწმე იმით, რამდენად სახელმწიფოებრივად აზროვნებს ადამიანი. იმიტომ რომ იდეოლოგია სირცხვილი გახდა. LGBT-ს მომხრე თუ არის, ხო, კვოტაც გინდოდა, ხო, კვოტაც უნდა ყოფილიყო, საელჩო დარეკავდა. გესმით, რატომაც არის ეს ყველაფერი. დღეს ჩვენ ვიღებთ, ჩვეულებრივ ვიმკით იმას, რაც დავთესეთ, ხო? მათ რაც დავთესეს, იმას იმკიან. რა თქმა უნდა, ბევრი არაერთგული ადამიანი იქნება, ბევრი მოღალატე და ბევრი მტერი იქნება პირდაპირ ვთქვათ. მაგრამ ამას ჭირდება რაღაც მექანიზმი, რომლითაც სხვანაირად მოხდება ადამიანების სახელმწიფო სამსახურში მიღება. კერძოში კი ბატონო თავისუფლება სრული რაზე ესაუბრა. აი ახლა მე ბროდიში და არ მაქვს ვალდებულება და მაგისი უფლებამოსილება დავასახე რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი, მაგრამ თელმა საქართველოს მიწის ამ ადამიანის სახელი და გვარი, მაგრამ მე არ მაქვს უფლება ვთქვა. ესე იგი, კაცს გაუჭირდა ჯანმრთელობის კუთხით. და
არის ამ ხელისუფლების ხარდამჭერი, არის საკმაოდ ისეთი სერიოზული ადამიანი და ძალიან ისეთი პროფესიონალი და მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს და ხელისუფლების ის არის რა, ხარდამჭერიც არის და სწორი პოზიციები უკავია. ქვეყნის ქვეყნის ხო, ნუ ქვეყნის. და ესე იგი, გაუჭირდა კაც და მიმართა შესაბამის უწყებას, რომ დამიფინანსეთო ნემსი დამიფინანსეთო, რომ გავიკეთო ჯანმრთელობის კუთხით. ამ კაც უარი უთხრეს. არა და განა ის იმ კაც იმის საშუალება არ აქვს ის ნემსი, მაგრამ პროგრამა არის, რომელიც ითვალისწინებს, რომ დაეხმარონ ადამიანებს. ანუ იმას კი არ იტყობდა, რაც რამე თავზემოთ ძალა არ არის და ვიღაცის კეთილნებაზე არის და არამედ პროგრამა არის და უნდა მიეცათ. ეხლა მივიდა ეს კაცი დანგრეული სახში და გაიგო ოჯახის წევრებმა უთხრეს. აიო, შენ ამ ხელისუფლებას იცავ და ამის გამო რამდენი ის გიწევსო თავდასხმები, ნერვიულობა, ამათვის იკლავო თავსო. გაანებე თავში გვაუხლიათო რა. რატო იცავ ამათო? ხო ხედავ რითი გიხდიან სამაგიეროს. აი, ეხა იცით რა არის? ეს ვიღაცა ნაძირალა ნაციონალი, რომელიც ზის იმ სახელმწიფო უწყებაში, რას აკეთებს ეხლა? სპეციალურად ამწარებს ამ ადამიანს, რომ ის კაცი მეორეჯერ აღარ გამოვიდეს ტელევიზიაში და პირიქით აგინოს სამთავრობას. ხო და როგორც გარეული ცხოველის მოშინაურება არ შეიძლება, ისე ნაციონალის ადამიანად ქცევა არ შეიძლება. კაცი ადამიანი ხო არის კითხვა? ნაცია ადამიანი, ასე კითხვა შეიძლება დაიწყო. ნაცია ადამიანი? აი კითხვა ისმი. არ არის ნაცია ადამიანი. ნაცია არის ცხოველი. აქამდე მე ამ ხალხს რაღაცა, ნუ კაი, მე გეუბნები, რაც ამ ქვეყანაში მოხდა სოფლიოში და გარშემო რაც მოხდა და შენ კიდე თუ ნაციონალი ხარ, შენ ხარ ცხოველი და მე შენ ადამიანად აღარ გიყურებ, იმიტომ რომ შენ თუ კიდე თვლი რომ კაი არ მოგწონს ეს ხელისუფლება, მე მაგაზე პრობლემა არ არის, მაგრამ ნაციონალად როგორ შეიძლება რომ იყო და იწოდებოდი. და აი თქვენ რო თქვი დაუფასებლობაზე. ეხლა ყოველდღიურად ეხლაც აი ჩვენ რომ ვდვართ ეთერში, ყველაზე მეტი მაყურებელი ამ ტელესივრცეში მიყურებს მე. ანუ მე სიმართლე რო გითხრათ, აი როგორც თქვენი პროფესია არის ექსპერტიზა, ისევე ჩემი პროფესია არის ადვოკატურა. მე მაგიზიანებს ვიღაცა ჟურნალისტს რომ მიწოდეს. მე არ ვარ ჟურნალისტი, მეგობრებო. უბრალოდ ამ ტრიბუნას ვიყენებ იმისთვის, რომ თქვენისთან სიმართლე მოვიტანო. მე ჩემ ოჯახს დავაკელი იმითი რომ ვეღარ ვიღებ იმდენ საქმეებს ადვოკატურაში რომ დრო არ მაქვს, იმიტომ რომ 6 ჯერ გადაცემა რომ მიყავს, რა საქმეს უნდა მოკიდო ხელი, ძალიან ისეთი აი კარდინალურ შემთხვევებში, აი თუ საქმეს თუ ავიღებ, რომელიც ძალიან ისეთი ის არის რომ აი რაღაცა ვისათორე. ხო და ლაპარაკობ აქ რაც სახელმწიფოებრივ და რაც შენ ქვეყანას საჭირდება, არც ხელისუფლების ისა ვარ მეხოტბე აქა და იმდენჯერ გამიკრიტიკებია ხელისუფლება, რომ მე ვიღაცები მოსულან და გეხვეწები და რაღაცა ისკენი და რაღაცა ესკენი. და ბიჭო, რაღაცა ხო შეიძლება გაითვალისწინო ეს ყველაფერი. ამ 26 მაისს რო დაპატიჟებ ყველა ნაცხროვი ჟურნალისტებს, ერთი ატკრიტკა ხო შეიძლება გამოაგზავნო ტელეკომპანიას სეზონში. ვინ ახარ თქვენ? პირველი არხი ჩართეთ ეხლა და 10-ჯერ მეტი რეიტინგი მაქვს პირველ არხზე. თან გორიდან მაუწყერო. ეს რეიტინგი ისე ხო არ მოდის ჰაერში, საიდანაც სადაც ყოფილებთ, ხალხი და აი ამ ხალხის სიყვარულის გამო არის, რომ უარი ვთქვი იმ რაღაცეებზე და ამ ხალხის აი რო ქუჩაში გავლიდა, რომ ხალხი პატივისცემით მეკცევა და სიყვარულს, იმიტოა რომ აქ ვარ და ვერ ვცილდები ამ ყველაფერს და ესენი ბიჭო ფეხებზე კიდიათ რა, რამდენიმე ჩემი ძალიან ახლო ადამიანი არის რაღაც გარკვეულ სახელმწიფო უწყებებში ტელეფონს არ იღებენ, ტელეფონს და ის კი არ იციან რომ თანამდებობა არის მალი არის კიბესავით, რომ ახვალ მე მეორედ მიდამნე ჩამოხვიდე იმ კიბიდან რა და მგონიათ რომ მთელი ცხოვრება იქნებიან თანამდებობები. ქუციკებივით იყვნენ, ესე იგი გულებს მიწერდნენ და ბოდიში და სიყვარულს მიხსნიდნენ და დღეს რომ იქ არიან ბოდიში და სხვანაირად ფიქრობენ და ის კი არ იციან რომ დროებითია ეს ყველაფერი. და გიჟდები, იცით რა, ესეთ რაღაცაზე, აი რა დონის ადამიანები არიან, რომ აი ვერ ხვდები, ხა კაც შეიძლება ნემსზე უთხრა უარი, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და იმაზე უთხრა უარი, კაცო. ან შეიძლება რომ ადამიანს ეს ძაღლურად მოექცე? ესე იგი ეხლა იმ დღეს არ ვიცი, აი ყველაფერი არ მინდა თქმა, იცი, მე რაღაცას რო ვიტყვი, მე გამოვალ რომ ხელისუფლების მე ვარ მტერი. რა შუაშია პირიქით მინდა ვერაფერს იქამდე ხმას ვერ ვაწვდენ, ვერაფერს ვერ ვმავშვები. რა გავა ხელისუფლების წარმომადგენელი რატო არ უნდა მოდიოდეს ჩვენთან სტუდიაში, მაინტერესებს ერთი.
რატო არ უნდა ჯდებოდეს? ვერ გავიგე, გირჩელებთან და იმებთან მიდიხართ, რა ქვია, 1000 საშინელებებ ნაცებთან და რაღაცა არ ვიცი, აი ეს დაუფასებლობა უნდა. რო იძახი, ბიძიკო, მოღალატეები მყავსო. არიცი ერთგულების დაფასება და იმიტომ ყავს მოღალატეები, გვერდში. კი, იმიტომ მოუმრავ. გოგლის რო ჭამდნენ, ესენი ჩვენ სააკაშვილს უპირისპირდებოდით, ეკა და ერთხელ და სამუდამოდ ხო შეიძლება რაღაცა გამოიხედო ნაკითკენა რა. არ ვიცი, აი გაოგნებული ვარ და ესე იგი ამწარებენ ხალხს სპეციალურად იქ იმისათვის, რომ ესე იგი არა ნაცებისკენ არავინ არ წავა, მაგრამ რაღაცა კრიტიკული რო თქვა, აი ხო ვიძახთით რა, ეს ყოფილა ჩვენი მტერიო იტყვიან მე რა. ნიკოლოზ, იცით რა არის, კი იტყვიან, მაგრამ მოდით რა სწორად ბრძანეთ, ეს ძალიან მომეწონა მალე არის კიბესავით არისო. ახლა მე ბევრი მინახავს, მე მაგალითად სკამის ავტორიტეტი ჩემთვის არაფერია. იმ სკამებზე ძალიან ბევრი ადამიანები მინახავს, რომლებიც იცვლებენ, თავარი არის სახელმწიფოს, შენი ქვეყნის ერთგულება. შენი ქვეყნისთვის კარგი სურვილი, ამიტომ წეღან ძალიან მომეწონა მე თქვენი იდეა. გააკეთონ, იქნებ გააკეთონ ეს შუალედური რგოლები, რაღაც ხო გენოეთ, საბჭოები, რაღაც რომელთანაც საზოგადოებას ექნება კონტაქტი და რომელსაც საზოგადოებასთან ექნება კონტაქტი. ძალიან წუხარ და ძალიან ცუდია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს დაჭირდათ, დაუდგათ ის დრო, რომ შუალედურ რგოლს ვითხოვთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის, კონტაქტზე ვერ გადიხარ ხელისუფლებო შტოებთან, ვერ მიგაქვს ის აზრი, ანდა იმდენი უნდა იწვალო და ეხოწოლ ამის პირადი თხოვნასავით გამოდის და იცით რა არის ამ შემთხვევაში არა ბატონო, კარგი როგორც შეუძლიათ ისე მართავენ. როგორი სტილით აირჩიეს, ნუ თავიანთი ასარჩევია კი ბატონო, ხელისუფლებაში არიან. მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის აი ეხლა მაინც საჭირო არის აი ამ რგოლების გაკეთება. თუ თვითონ ვერ შეძლეს არა მიღებების ორგანიზება, მაშინ გააკეთონ ეს რო შუალედური რგოლები იყოს. სხვანაირად იცით ნამდვილად გეთანხმებით, მე ამ სხვა ადამიანზე მეგონა ამბობდით, მაგრამ არ ვიცი ვიზე საუბრობდით ამ ნემსთან დაკავშირებით. არა, არ მინდა გვარსახელი. გვარსახელს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ უთქვია და მეც მითხრა რომ არ თქვაო და მე არ არა, სამედიცინო საკითხება არის, რა თქმა უნდა, ეს კონფიდენციალურია და ძალიან ისე საფრთხილოა ეთიკური თვალსაზრისით. მაგრამ მეორე არის გეთანხმებით იმაში, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჩვეულებრივი რაც მიღწევადი უნდა იყოს რიგითი მოქალაქისთვის, მეც მქონია ესეთი საკითხები, აი ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქედ მივედი, არავის არ ვთხოვე, არავის არ დავარიგე. კი არა, ბოდი, შენზე კი არ არის. აი, ბევრის გამსმენია, რომ კაცო, ამ ხელისუფლებას გვერდში ვედექიო, ქვეყანას გვერდში ვედექიო, არაფერი არ დამიფასესო და ეგ კი არა. შვილი მუშაობდა სამსახურში და შვილის კი გამოუშვეს სამსახურიდან. წარმოგიდგენია თქვენ? ესე იგი აი მაგათ ჩემზე ამბობთ მე მგონი. კი, ჩემს შვილს მსგავს. თქვენი არ ვიცოდი. არა უშავს, არა. ანუ თქვენი შვილის გამოუშვეს სამსახურიდან? კი ბატონო, ნაცების დროს მიიღეს შემცირებაში. ეგ არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი მე. ხო და აი, წარმოგიდგენიათ, ბიჭო. ჩვენ კარგი, მაგრამ შვილებმა რაღა დაგიშავეს, თქვენ აძირლებო, თქვენა, კაი, ჩვენ ბლოკავთ. ჩვენ არ გინდივართ, თქვენ გოგლიზე გაზდილებო, თქვენა. თქვენ ხო არ გონიათ ყველაფერი შეგჭება, თქვენ ეს ყველაფერი. ბატონო ნიკოლოზ, მაშინ აქვე დავაზუსტებ რა, აქვე დავაზუსტებ. აი, ეს ის შემთხვევა იყო, მე ეს არსად არ მithქვამს, მაგრამ უბრალოდ ღიმილით ვამბობ ამას. ნუ არა უშავს, არ არის პრობლემა, ნუ არა, მე ამათ რა გონიათ, იცი? ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ნათესავი არ დაინდო, როდესაც მოატყუა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლების ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი ციხეში დალპება იმის გამო, რომ ბიძინასაც ღალატობს და ქვეყანასაც ღალატობს. თქვენ მოღალატეებო თქვენა. მე თქვენ ხო არ გონია შეგჭებათ ეგ ყველაფერი რა. სააკაშვილისზე რომ ლაპარაკობთ ეხლა და რომ ენა გაქვთ გაგდებული. თქვენ არ იყავით რომ დამალული იყავით. ერთხელ სოციალური ქსელი მაინც ხო არსებობს. სად იყავით ხმას იღებდით სააკაშვილზე? შემძვრალი იყავით ტრუბაში რა. და სააკაშვილთან იყავით ვაფშე მე თუ მკითხავ და არ მინდა ყველაფერი მე არ მინდა ეს დავაზარალო რაღაც სიტუაცია თორე ყველა კარგად ვიცი ვისად იყავით შემძორალი რა ნახევარიზე მეტი ბოზები და ჩათლახები ხართ რა სრული ამ სიტყვის ნიშნობით მე პირდაპირ ვიძახი ამ ყველა და პიდარასტები კიდე აღარ და ესე იგი ვერ გავიგე რა უბედურებაა ესე იგი გამწარებენ სპეციალურად რომ შენ უნდა დაგბლოკონ შვილი უნდა დაგიბლოკონ ყველა უნდა ოჯახის წევრი და მე რაღაცას რო იტყვი ეს ნაძირალა გოგლიმოგლიზე გამოსდილი არაკაცი გამოვა და იტყვის იმას რომ აი ჩვენ გვებძვისო გესმის შენ აბა ეხლა ვერ და ბევრი კიდე იქ რო ქუჩაში დგას
აი მე არ ვამართლებ მაინც ნაცებთან ვინც დგას აი ამათი არასწორი პოლიტიკის ბრალია ეს ყველაფერი რა იცი რატომ შიერი კაცი ჭკუ არ მოეკითხება შენ როდესაც ადამიანს ტყუილ უბრალოდ გაუშვებ სამსახურიდან დატოვებ ლუკმაპურის გარეშე უკვე ადამიანი ემსგავსება ცხოველს და დამთავრებული ეგ საღი აზრი არ არსებობს უკვე ვადნიკოს ახლა მე თქვათ ეს შემთხვევა ვთქვი კი შემცირებარე ორგანიზაციები არა აქ ზოგადად ლაპარაკობა ქალბატონო მაია მართლა ერთ ადამიანს აქ იმაზე ზოგადზე არის საუბარი და არა ვიღაც კონკრეტულზე არა მე მაგალითად კონკრეტულად პირველად 6-7 წლის ამბავია და ხმა არ მომიღია და არც მithქვამს და სერიოზულად არა თქვით აი მაგით რა მაგ თქვენი ამბავი რახან დაიწყეთ საუბარი თქვით ბარე მაგით არა იცით რა როცა რეორგანიზაციის შედეგად ერთ ადამიანს შეამცირებ იმიტომ რომ ნუ რაღაც მიზე ნუ ახლა ეს უხერხულია და თან რა არის იცით აი კონკრეტულ შემთხვევაში აქ ისევ და ისევ ძალიან დიდი ხანია საუბრობთ საბოტაჟზე შუარგოლის საბოტაჟზე ზუსტად რაც თქვენ ბრძანეთ ის ადამიანები ვინც სწორედ აი ამ ნაციონალური მოძრაობის ლიბერალების მათი მომხრეები იყო და ისინი იყვნენ ხელმძღვანელ სტრუქტურებში აი მათი გაკეთებულია ზუსტადაც გამწარებისთვის ზუსტადაც შევიწროებისთვის ძალიან ბევრგან მე ამ შემთხვევაზე არ ვამბობ ბევრგან ნამდვილად ეს შუარგოლი არის ძალიან სერიოზულად გასაცხრები და ძალიან სერიოზულად გადასახედი იმიტომ რომ შუარგოლი აზიანებს ადამიანების რწმენებს მე ხა ის შემთხვევა ვთქვათ შვილის ნუ აი რეორგანიზაცია მე ეს არასოდეს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ არ განმაწყობს არასოდეს არ მაფიქრებინებს იმას რომ ვთქვათ ხო გენოთ 6-7 წლის ამბავი არის და არც მიხსენებია და არც არანაირად არ უმოქმედია ამას ჩემს განწყობებზე იმიტომ რომ მე ხა ეს ქვეყანა მიყვარს და მე ასე მესმის და ეს რწმენები მაქვს მე ხა ნაცი არ გავხდები არასოდეს ხო და ვთქვათ ივან ბიზინა ივანიშვილმა რაც გააკეთა მე იმას სანამ ხედველობა მაქვს, ყური მაქვს, მენდა მაქვს, მე ამას ვხედავ, დავინახავ და ყოველთვის დავაფასებ. მაგრამ იმასაც ვხედავ და დიდი ხანია ვამბობთ, რომ შუარგოლში მიდის საბოტაჟი. რაც თქვენ ბრძანეთ ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებით, შუარგოლის პრობლემაა. და როდესაც მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მოღალატეები ყოლიაო, მოღალატეები სწორედ ისინი არიან, ვინც აი ამ შუარგოლში საბოტაჟს დიდი ხანია ეწეოდა. ვინც გააკეთა ის, რომ ადამიანებს არ უშვებდა მაღალი თანამდებობის პირებამდე. სწორედ ისინი ჩადგნენ კედლად, იცით, და სწორედ იმიტომ არ მიდის ხმა, თქვენი, ჩემი და უამრავი ადამიანის, უბრალო ადამიანის, რომელსაც არც ტელევიზიის გამოსვლის საშუალება აქვს და არც არაფერი, თუ მე ვერ ვაწვდე ხმას, ის ადამიანი მithume და ვინ დგას, ნახეთ, ბოდიში დგას ზუსტად ის შუარგოლი, ზუსტად ის მოღალატე რგოლი, რომელიც ყოველთვის საბოტაჟს ეწეოდა და ეხლა თუ დაინახავს ხელისუფლება, კარგი იქნება. იმიტომ რომ ეს რგოლი დიდი ხანია არსებობს და მათ ბევრი ცუდი გააკეთეს და ქუჩაში შინ ევროპა, წინ ევროპა და ასე შემდეგ. აი ეს რწმენები რომ ამბობთ, ეს ამ რწმენების შექმნას სწორედ შუარგოლის საბოტაჟნიკებმა შეუწყეს ხელი. თითქოს მათი დასაქმება იყო რაღაცნაირად იცით, ესეთი შემრიგებული ნაბიჯი, მაგრამ სინამდვილეში მათ იმუშავეს ძალიან ბევრ ადამიანზე და თუ ეს შუარგოლის საბოტაჟი რომ არ ყოფილიყო, აი მერწმენების ადამიანები გარეთ ცოტანი იდგებოდნენ. უნივერსიტეტებში სწორედ აი ის ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე პროფესორები, ჭალებში ვამბობ, რა პროფესორები, რომ არ ყოფილიყვნენ, თორე ნამდვილი პროფესორი ვიცი რა არის, მამაჩემი იყო და მისი მეგობრები და ვიცი ნამდვილი პროფესორი, რა შრომობდა. ნათარგმნით კი არა, ყველას არ ვეხები ღმერთმა დაიფაროს, აკადემიურ წრეებს უდიდეს პატივს ვცემ. თუ არ დაბრუნდა იგივე ინსტიტუტებში ნამდვილი ლექტორები და არა აი ესეთი ხო გეუბნებით ხაკიკინა გოგოები რომლებიც სტუდენტს ეუბნება წამოდი ახლა აქციაზე ხვდებით რამ ხელა საბოტაჟი იყო ყველგან ჩვენ რაც მოხდა რაც იყო და რაც ადამიანებს გული ატკინეს რა თქმა უნდა ეს ნუ ამას მოხდა ვინც ვეღაცამ ვერ გაუძლო და რწმენები შეიცვალა ან განაწყენებული იყო არჩევნებზე ეს გამოიხატა ჩვენ ვამბობდით ბატონო ნიკოლოს რომ განაწყენებული ადამიანები არ მოვლენ თქო აი იქ გამოიხატა განაწყენებული რომელიც არ გადავიდა სვის მხარეს არც რწმენები არ შეიცვალა მაგრამ ნაწყენი დაჭდა გაჩუნდა და სახში დაჭდა აი შემოდგომა არის წინ საქართველოს ძალიან ბევრი განსაცდელი ელის კიდევ აი აქ მაინც უნდა მოვიდნენ გონს ხელისუფლებაც და საზოგადოებაც რომ ეს აღარ უნდა გაგრძელდეს შუარგოლის საბოტაჟს
უნდა მიეხედოს. კანონმდებლობით იქნება თუ როგორ იქნება, კი ბატონო, შრომის კანონთა კოდექსში შევიდეს ცვლილებები და აღარ იყოს ისეთი, რომ აუცილებლად რაღაც კვოტები უნდა იყოს დაცული ის იქედან ის იქედან. არა, სახელმწიფოებრივი აზროვნების მიხედვით უნდა მუშაობდნენ ადამიანები იქ. და მაშინ ქუჩაში იმდენი ხალხი, აი ძალიან ბევრი გამოშტერებული არ იდგება, იმიტომ რომ ისინი იმათ უსმენენ და ის მათი ნამუშევარი არის. ფრანკლინის კლუბების ნამუშევარია, სხვა უნივერსიტეტების ნამუშევარია. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ. ის კი არა წენები, არა წენები, არაფერი შუაში არ არის. ჩვენ ქვეყანისგან ვერ გვეწყინება და როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლება, ყოველთვის ლოცულობს ეკლესია, მისთვის ლოცულობს, ხომ? ანუ ეს არის მოცემულობა ის, რასაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიმსახურებთ. მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ისინი მოიქცნენ ისე, როგორ ჭირდება სახელმწიფოს და ჩვენ ქვეყანას. ის კი არა რომ მათ დაუპირისპირდეთ, არა, ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ ისინი მოიქცნენ ისე. ადამიანები არიან ყველა უშვებს შეცდომას. არა, მე რა არის? გაუნდინარე, ჩვენი ვალია, ბატონო ნიკოლოზ, თქვენი ავტორიტეტული ადამიანის და ჩვენი ვალია რატომ ვირჯებით? თქვენ ან მე, ხო? იმიტომ რომ სახელმწიფოს ყავდეს ისეთი ხელისუფლება, არა შეცვლის და გადატრიალების ღმერთმა დაიფაროს, არამედ კორექტირება გავაკეთოთ, აი ცოტა კორექტირება გავაკეთოთ და მივცეთ სწორი რჩევა, სწორი დარიგება, ან უბრალოდ სურვილი გადავცეთ, სწორი, რომ ეს აღარ დღეს არ ვთქვათ, რომ რატომ დგას ეს ხალხი გონზე რატო არ არის, ან ვთქვათ ის რატომ წუწუნებს, რომ თურმე მოღალატეები ყოლიაო. ამას უნდა ჩვეულებრივი სწორი საგადრო პოლიტიკა, მეტი არაფერი. ამას ქვია სწორი საგადრო პოლიტიკა, მეტი არაფერი. და იდეოლოგია, სანამ არ ვიტყვით, რომ ქვეყანას აქვს იდეოლოგია, ბატონო ნიკოლოზ, მანამდე და ესეც თქვენი სამუშაოა, ჩემი სამუშაოა, ჩვენის თანახალხის სამუშაოა, რომ იდეოლოგიაზე დავიწყოთ საუბარ და ის ნატო და ეს სწრაფვები რა რაღაც აი სწრაფად წინ და ნატოსკენ როგორ არა რასაც მე კიდე ბოლო-ბოლო რაღაცა სიმართლე რაღაცა ნამუსი სინდისი ხო უნდა იყოს რასაც ჩვენ ვიძახდით ხო იგივე სიძახიან ეხლა ოღონდ ეგენი სხვა საწინააღმდეგო ესენი დასავლეთს აქებდნენ და ამბობდნენ რომ დასავლეთში ახს და ჩვენ ვიძახდით რომ არ არის ეხლა ესენი იძახიან ნარკოდანაშაულებებზე დღეს რომ არის საუბარი ჩვენ ვიძახდით უნდა გამკაცდეთ ეხლა ბიჭო ყველაფერს რომ სიმართლეს ვიძახდით და შენ რო ტყუილს ვიძახდით და ეხლა რომ გადმოდიხარ ჩემ ხარეზე რაღაცა ჩვენ შორის ხო უნდა იყოს სხვაობა მე და შენ შორის რომ შენ რო ხარ ბოდიში და კამელეონი და როცა იცვლია მე და შენ შორის ხო უნდა იყოს აზრი არა დღეს რო იყავი არასწორ მხარეს და მე ყოველთვის სიმართლის მხარეს ვიყავი ჩვენ შორის ხო უნდა იყოს განსხვავება რა მეძავსა და პატიოსან ადამიანს შორის ხო უნდა იყოს განსხვავება ქურცსა და პატიოსან ადამიანს შორის ხო უნდა იყოს განსხვავება რა შეიძლება რაღაცა სხვაობა ხო უნდა იყოს ადამიანებს შორის რა 1-2 კაცი არის დღე და ღამე შევარდნაძესთან გორაობდა, სააკაშვილთან გორაობდა, ეხლა ამთავრობა, ბიჭო რა უბედურება, თაფლი ასხია, ამათ თუ რა უბედურება, ვეღარ გავიგე რა. ქალი მაინც არ იყოს, ქალი რო იყოს კიდე ვიტყოდი რომ აძლევს მეთქი და კაცები არიან და ვერ გავიგე, რით მოხიბლა ამ კაცებმა ესენი ვერ ხვდებითო. რა უბედურება, ყველგან ესენი არიან რა. ყველა მთავრობაში და თან ამათი გაკეთებული არავის არ უნახე. თან ყველას ეს იზღება ესენი გესმით და მაინც ყველა დღე იმაში ჩართავ ესე იგი იმედს გამოვარდებიან პირველები ეგენი არიან. ამ დროს არანაირი ნულოვანი რეიტინგი რა. რაღაცა ხო უნდა შეიცვალოს ესა ბოლო-ბოლო არა ეს საკონსულტაციო საბჭო რო თქვით რა მე პირადად ვიღაცა შეიძლება არ იფიქროს 1000 ჯერ ვიტყვია და ეხლაც ვიმეორე არაფერი არ მინდა ამ ხელისუფლებაში არც თავრობა მინდა არც თანამდებობა მინდა არაფერი არ მინდა არაფერი არ მინდა უბრალოდ მე მინდა ის რომ ქვეყანაში წავიდეს საქმე წესიერად და ამის ირგვლივ ტრიალებთ აქა და იმის საშუალებასაც არ გაძლევენ რომ ქვეყანას ემსახურო გიშლია ხე თქვენ რო თქვით აი მე არ ვიცი თქვენი მაგრამ მე პირიქით ხელი შეშლის მეტი არაფერი არ მაქვს რა ეხლა მაგალითად სეზონი ტელევიზიაზე სიკდეზე არ გადის რაღაცა კიდე ხა ყველაფერს ვერ ვირ აი როგორც ყველაფრის ჭამა არ შეიძლება ყველაფრის თქმა არ შეიძლება რა არის რაღაცა უწყებები რომ აი იმაში ბორბალში რომ ჯობს გიდებენ ისე მიდებენ იქა რომ არც ერთი ფლანგის რაღაცა ყველგან ხელი გეშლება რა ბატონო ნიკოლოზ გეტყვით ზუსტად ამას ხა ერთი კონკრეტული საკითხი იყო გადასაწყვეტი რა რაღაც ჩვეულებრივი ხელშეკრულება იყო ხო და რო გავიდე რამდენიმე დღე დაურეკე და რა მეთქი არ გაკეთდება მეთქი ნუ ანუ არ არა რატო არაო არ არისო და გავჩერდი და რატო ფიქრობთ გოც კიო გამიკვირდა მე ვთხარ პირდაპირ ვთხარი იცით რა მიჩვეული ვარ მეთქი აი ახალ მოხნულში რო ფეხით გაივლი მეთქი და აი ესე რო უნდა იარო სუაბას ვარ მიჩვეული და თუ ასე მე მოვედი ხელშეკრულებაზე და თუ ასე ადვილად მომიწერდით ხელს და პრობლემა არ იქნებოდა მიკვირს მეთქი აი ზუსტად ხეროობა ჯოხები ისო
მიგვირს მეთქი, იმიტომ რომ აი ხნულში სიარულდა რატო, თორე კი რატო. მაგრამ ნუ ეხა არა უშავს სამაგიეროდ გილოცავთ ბატონო ნიკოლოზ. ის ადამიანები, რომლებიც შეცდომით საუბრობენ, ამას ამბობენ, მე იცვლიან ისინი არა თავისუფლები არიან. თქვენ თავისუფალი ხართ, ეს უკვე კარგია, ეს რამხელა რამეა, იცით? აი ყველაფერი მოიპოვება, ყველა სკამი მოიპოვება ბატონო ნიკოლოზ, მაგრამ თანამდებობას ვერც იყიდი, ვერც ჩააწყობ და პათხალიმები და კონფორმისტები, საერთოდ სახელმწიფო სამსახურებში უყვართ, მართველებს უყვართ, ოღონდ სუსტ მართველებს უყვართ, იცით? ვისაც საკუთარი თავის აი პათხალიმის პირით უნდა მოისმინოს, ო დიდო მეუფეო და როცა ეს არ გჭირდება, ადამიანი მაშინ ბედნიერი ხარ, ამიტომ ეს პირიქით კარგია, რომ როდესაც სიმართლეს ამბობთ, ესე არის, ანუ თქვენზე ზეწოლები არ არის, თქვენ ხართ თავისუფალი ადამიანი, არავის პათხალიმობა არ გჭირდებათ. ეს იცით რამხელა ბედნიერება და იცით რამდენ შეშურდება ბატონო ნიკოლოზ. თუნდაც სკამზე მჯდომს, რომელიც ინატრებს, რომ აი ნეტა, ეხლა მე არ მიწევდეს, თქვათ, აი ამის ქვეშ, აი ესე მოკუსვა, ხო? აი ეს მოკუსვა. თუნდაც ელჩების და რა ვიცი ქვეყანა იმის მიმართ. ნეტა ეს არ მიწევდესო რა. ესე რომ თავისუფლება კიდე სხვა ბედნიერება არის და მოდით. გავწყვეტ იმით რომ თქვათ რომ თავისუფლები ვართ, ბედნიერები ვართ. გაიხარ. იმედია რომ მართლაც რაღაცა გამოსწორდება, ხა დადებითი ძვრები არის ქვეყანაში, რა თქმა უნდა ვერ უარყოფთ ამას აღნიშნავთ ჩვენ და იმედია რომ რაღაც გამოსწორდება და მე ვფიქრობ რომ რაღაცა სამართალი ურმით მოდისო და რა ვიცი, ურმით რომ მოდის ძნელია რომ ელოდო 11 წელი გავიდა და 11 წელი ველოდებით ამ ურემის მოსვლას დანიშნულების ადგილას და იმედია კიდე 11 წელი არ მოგვიწევს ამის ლოდინი და ჭრიჭინის ხმა ხო გვესმის ურმის გვირაბში სინათლე გამოჩნდა. ხო, უკვე გვესმის. კარგად ზარდებოდეთ და გაიხარეთ. ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძვირფასო ტელემაყურებლებო და იმედია რომ ჩვენ მოყვარეს პირში უძრახის პრინციპით გამოვდივართ და ვცდილობთ რომ მივიდეს ჩვენი ხმა იქამდე რომ რაღაც რა შეიცვალოს, თორე ნუ არ ვიცი თუ არაფერი არ შეიცვალა ის რომ მოღალატეები ყავს შეიცვლება სხვა რამით მე ვიღაცები იტყვიან მოღალატეებმა დაგღუპესო და დააქციეს ყველაფერიო და მე არ მინდა რომ ესე იყოს. გადაცემის ბოლოს მე მინდა რომ თქვენ კარგად იცით ზუსტად რაღაც საათ ნახევარში დაიწყება უმნიშვნელოვანესი მატჩი ჩვენ როგორც ნამდვილი ფეხბურთის კომაგები გულშემატკივრო ჩვენი ერის სიამაყეს ხვიჩა კვარაცხელიას რომელიც ითამაშებს ლივერპულის წინააღმდეგ განმეორებით მატჩი სამწუხაროდ ჩვენი ფეხბურთელებით და სპორტსმენებით განვიცდით ეროვნულ სიამაყეს. სხვა კუთხით ჩვენ საამაყო ბევრი არაფერი არ გაგვაჩნია. მე ჩვენ ოქროს ბიჭს მინდა რომ წარმატებები უსურვო ჩვენ ხვიჩას 12 საათზე იწყება მატჩი ლივერპულთან და იმედი მაქვს რომ გახარებული ვიქნებით და იმედია რომ წარმატებულად ითამაშებს ჩვენი ვარსკვლავი. კარგად მზადებოდეთ, შევხვდებით ხვალ ერთმანეთს საღამოს 9 საათზე. კარგად იყავით.